დანელიასთან ერთად. მოგესალმებით, რეალური აქცენტები დანელიასთან ერთად 1 საათის განმავლობაში, მაპატი საათნახევრის განმავლობაში არის თქვენთან ერთად. ქალბატონ ლალი მოროშკინასთან, რომელიც თქვენ გიყვართ ძალიან და მისი ანალიზი და აზრი, პოლიტოლოგი ლალი მოროშკინასი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლალიკო, მოდი დავიწყოთ საშინაო პოლიტიკით, რა ხდება ლალი. მე მინდა რომ თქვენ ალბათ ყველა ვისაც ლალი ყავთ დამეგობრებული Facebook-ში, წაიკითხეთ მისი საოცარი პოსტი, რომელიც ჩვენს კორუფციულ სქემებს ეხება სახელმწიფოში აღმოჩენას. ვინც შაბათ-კვირა დაისვენეთ და არ იცით ინფორმაცია, მე გეტყვით, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ეს იყო რაღაცა საოცარი ამბავი, როდესაც ტელევიზიით გავიგეთ, რომ თურმე ახობაძე აპირებდა 500.000-იანი ქრთამი აეღო თავის კაბინეტში პირდაპირ, თუმცა მე რაღაცნაირად მოლაპარაკებულად და მხოლოდ 250.000-ზე დაჯერებულან და აი 250.000 ლარი აი პირდაპირ დიდი პარკებით გახვეული ჩვენ რაც ვიხილეთ, კიდევ აი შოკში ვიყავი რა. გამოიტანეს მისი კაბინეტიდან, მაგრამ კიდევ უფრო დიდი შოკი ჩემთვის იყო ის, რომ მისი ადვოკატი გახლავთ რაჟდენ უპრაშვილი, რომელიც ამავდროულად ანტიკორუფციული ყოფილი ხელმძღვანელი იყო და ეხა ჩინოვნიკის ადვოკატად გამოდის და აი ხანდახან გონია რომ რაღაცა ესა ირეალურ სამყაროში ვარ. გონია რომ ვაშენებთ ქვეყანას, რომ რა კორუფცია არის კორუფცია, რა ჩინოვნიკი ის ჩინოვნიკი, როგორ შეიძლება რომ 100 დღეს ჩააგდოს ჩინოვნიკმა თავისი ქვეყანა, მაშინ როცა ყველანი ახლა წელებზე ფეხს ვიდგავთ, რაღაცა ამ ქვეყნისთვის თავი გვაქვს გადადებული და მე რა უცბად გამოვა რაღაცა საოცრება და აღმოჩნდება რომ 250.000 დოლარი თუ ლარი. აი ესე პარკი როგორც კომპლექს ისეა გადაკიდებული მხარზე და მე აქ რაშია საქმე ალბათ ლარი. მიესალმები ჩვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა Georgian Times მართლა საოცარი რეიტინგი გაქვთ და დიდი მადლობა შენ ესეთი თბილი სიტყვებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კოლეგები, დიდი ხნის მეგობრები, ეს ტელევიზია და ამ ტელევიზიის მესვეურებით ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და რა თქმა უნდა მე ვართ ყველაზე დიდი გულშემატკივარი. და ვფიქრობ რომ თქვენ შექმნით ისეთი სეგმენტი, რომელიც რაღაცა ადამიანს უბრალოდ გულს კი არ ფხანს, რაღაც რეალურ, კარგ ანალიზს უდებს იმისთვის, რომ ტვინი გაანძრიონ ცოტა და დაფიქრდნენ. ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. ეს კარგია. ეხლა რაც შეეხება აი ამ ბოლო ამბავს, მე ტყუილად კი არ ვთქვი, რომ ასეთი შეგრძნება მქონდა, შენი თქმის არ იყოს, როდესაც უყურებდი ცელოფანში გამოტანილ ფულს, რომ გეგონება რეპტილოიდები დაეპატრონენ დედამიწას, იმიტომ რომ ჩათვალო რომ ეს გააკეთა ნორმალურმა ადამიანმა, რომელიც ოდესღაც იყო გუნდის წევრი, რომელიც ოდესღაც ხო, ბიძინა ივანიშვილის გუნდში მოისაზრებოდა და იცი რა არის? ის ქველმოქმედება, რა წლების განმავლობაში გაიღო ბიძინა ივანიშვილმა და არა მხოლოდ 2012-ის მერე, როდესაც ოცნების ჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა ესეთი ესე იგი საპატიო თავმჯდომარე ოცნების. არა, მე ვამბობ წლებით ადრე, სადაც უბრალოდ იკრძალებოდა საუბარი იმაზე, რომ თუნდაც მადლობა შეგეთვალა და რამდენი ბავშვი, რამდენი ავადმყოფი, რამდენი პროფესორი, რამდენი სპორტსმენი, ხო? იცი რა არის, ხანდახან ამბობ, კარგი რა ამაზე საუბარი, მე არ დავიღლები ამაზე საუბარით, იმიტომ რომ ის აღდგენილი ეკლესიები, ის არაჩვეულებრივი, ხო, ეკლესია, საგმირო საქმენი, საძირკვლიდან დაწყებული გამაგრა, ააშენა ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ ამაზე მეტი ეკლესია საქართველოში ისტორიულად. მაგრამ იცი რატომ ვამბობ ამას, რომ ის თანხები რაც გაიღო ამ ადამიანმა, სხვათა შორის არა მხოლოდ თვითონ ბერასთან ერთადაც, რომელიც ძალიან ხშირად მართლა საკუთარი ჯიბიდან იღებდა თანხებს, უცებ აღმოჩნდა, რომ მის შექმნილ გუნდში და მათ ვისაც მიცა კარტ ბლანში რომ ქვეყანას მოუარონ, რაღაცა სასიკეთო გააკეთონ, იმაზე მეტი შეჭამეს და მოიპარეს, ვიდრე ამ ადამიანმა დახარჯა. ესე იგი თახვები არსებულა, ლალიკო, და არც ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერ უნდა შეეშალოს საკადრო პოლიტიკაში. არა, ბიძინა ივანიშვილს მომისმინე იცი რა არის? აი შენ ხო ყავს სამი ახლო მეგობარი, ხო? ძალიან ხშირად უკვე ჩვენას სახლში იმ სამ მეგობარშიც ფიქრობ, ეხა რო დატოვო და სხვადასხვა რაღაცა
უთხრა, შეიძლება დღის ბოლოს ყოველ დაჭმულიყავდეთ ერთმანეთი. რთულია, მოდი ვაღიაროთ რა. იცი ვის ყავს ისეთი მეგობრები, რომ არც მწვადი, არც შამპური, რომელიც არც არაფერს არ ქმნის. იმიტომ რომ კონკურენცია, როგორც ახლა აი ამ აქ სადაც ვართ, ამ ტელევიზიაშია ძალიან დიდი და შეიძლება მართლა დაპირისპირებამ და მივიდეს და ეს ჟურნალისტებს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ჩვენ ვიღებთ მაღალ პოლიტიკურ ფიგურას, ეს სხვა მდგენელია ამ დროს და მე კი არ ვამბობ, არ მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს ვერ პოულობს, ძალიან ხშირად ვთქვამთ, აი დაენიშნა რა სხვა, ძალიან რთულია გათვალო ადამიანის ღურობა, სადამდე აბა. აი ძალიან რთულია მართლა. იცი რა არის, არსებობს ძალიან კარგი ესეთი თქმულება და მე ძალიან მომწონს, როდესაც ღმერთი ეუბნება გლეხკაცს, რომ მითხარი აბა რა გინდაო და ორი იმდენს მივცემო შენს მეზობელსო და დაფიქრდება ის და ცალი თვალი ამომთხარეო. გესმის? ორივე თვალი. ესე იგი იმას ორივე თვალს ამოთხრიან. იმდენად დიდია ადამიანის ღურული ბუნება, რომელიც ჩდება სავარძელში. შეხო გაგიგია რომ აი მე მაგალითად მივეკუთვნები იმ ადამიანს, ვინც აფუჭებს სავარძელს, იმიტომ რომ მე ფულიშოვნა არ ვიცი არ გამომდის და ამაში სრულად უნიჭოა. არ მომცა საერთოდ. ხო, არ გვინდა. სამაგიეროდ წყნარად გძინავს და ვიცით რომ არის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა და აი ახლა მე ვფიქრობ, ზუსტად გამოვლინებით, აი ესეთი თახვების, ჩვენ ამ ადამიანს არ უნდა დავუკარგოთ სურვილის, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში დარჩეს. მე ერთი რითიც ვიწყნარებ თავს დღეს რასაც მე ვხედავ ცოტნეს საქმიანობას, ცოტნე ივანიშვილის, ხო ის ახალგაზრდული ფლანგი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, აი როგორც იქნა ჩვენ ვეღირსეთ, უყურე რაღაცა ცუდს მე აბალანსებს, რაღაცა ძალიან კარგი, ხო? ის ცუდი ვთქვათ, ის მაღალჩინოსნები, ოცნების, რომელმაც უბრალოდ აი არ ვიცი, საბოტაჟი აწარმოეს და მოდი შევთანხმდეთ, რომ ისინიც გადაბირებულები არიან, როგორ არა? შენ ხო იცი კარგად, ყოველ შემთხვევაში მე და შენ იმდენი განათლება გვაქვს და იმდენი წიგნი გვაქვს წაკითხული, რომ ვიცოდეთ, როგორ მუშაობს აგენტურა სხვადასხვა ქვეყნებში, ხო? ეხლა ვიღაცასთან ხო არ მივა აგენტურა. მას ჭირდება ადამიანი, რომელიც უშუალოდ ახლობელია, უშუალოდ შიგნით არის. ხდება ასეთი ადამიანების გადაბირება. რატომ იყო რომ საბჭოთა კავშირის დროს კგბ-ს ჩაკეტილი ქონდა საზღვრები, რომ ყველაზე მარტივია გადაიბირო ადამიანი, რომელიც საზღვარ გარეთ წავიდა. და თუ წავიდა, მას ორი კგბ-შნიკი მიყვებოდა. და მით უმეტეს თუ შენ შვილი გაუშვი სასწავლებლად, ეს არის პირდაპირ სამიზნე და ეხლა გადახედე, რამდენი ჩვენი მაღალჩინოსნი შვილები სწავლობენ საზღვარგარეთ და ეს არის პირდაპირ სამიზნე, როდესაც შენ შვილი ეს პატას თავი არის სადღაც იქ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გიორგი სააკაძე ვერ იქნება. ხო, რა თქმა უნდა და გამოყენებული იქნება და ყველა სტალინიც ვერ იქნება, რომელმაც თავისი შვილი გენერალში არ გაცვალა, ხო? ამიტომ მოდი იქიდან გამომდინარე რა მოცემულობაც არის, რომ მტრები ყავს, ქვეყანას ყავს მტერი, რა თქმა უნდა ეს მტერი წლობით ეძებს ზუსტად შიგნით და ძალიან ახლოს ბიძინა ივანიშვილთან მყოფ ადამიანებს, მერე მიდის წლობით გადაბირების ეს სერიალი და აი ამას ვიღებთ. მე ერთი ადამიანური ღორობა, მაგრამ მეორეა საქმიანობა და ჩვენ ალბათ ვიხილავთ ძალიან მალე ამ ფაილებსაც, რომ ისინი უბრალოდ კი არ არიან გაზულუქებულები და პარკში ჩატენილი ფული საშინელი სანახაობაა, ხო? და ეს ოქროები და ესე აცმულები ყველაფერი. არა, ეს არის ზუსტად აი ეს გადაბირების მეთოდი, იმიტომ რომ ეს ფული ვერსად ვერ მიაქვს, ვერ გაათეთრებს ამას. მერე უკვე მწიფდება სხვა სქემები, როგორ მოხდეს ამ ფულის გათეთრება და მე ვიცი უკვე სქემები საქართველოში როგორ მოქმედებს. იმიტომ არის ახლა რანაირად შეიძლება ამდენი корпуსი იყიდებოდეს. წარმოუდგენელი ამდენი ადამიანი არ ცხოვრობს. ეს გათეთრების სქემა თავის დროზე დაანერგა თურქეთმა. ამ მშენებლობაში გათეთრების. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მარტივი, როდესაც შენ გაქვს შავი ფული, რა თქმა უნდა, იწყებ რაღაცის მშენებლობას და შემდეგ ამაში იდება ეს ფული და არ ჩანს, ანუ მშენებლობაში თან დგავს. ჩვენ ერთადერთი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმიტომ რომ მაინც შეძლეს და მაინც შეძლო უცნებამ ახალგაზრდული ფლანგის შექმნა და აი აქ უკვე ბიძინა ივანიშვილის გმირობაა, რომელმაც თავისი შვილი დააყენა. ეგ მან ძალიან კარგად იცის, რომ ახლა საოცარი, ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი პალმის ძირში ცხოვრება, ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერი სამომავლოდ ფანტასტიკური ცხოვრების აწყობა, აი დღეს აი ეს ზვარაკად არის შეწირული და ეს სამაგეროდ ჩვენაირ ადამიანებს აძლევს იმის იმედს, რომ არ მიგვატოვებს განსაცდელში, იმიტომ რომ დღეს განსაცდელი კარს მომდგარია. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამდენი ადამიანი გამოვლინდება, რომელიც ეწევა ღია საბოტაჟს, რომელიც ძირს უთხრის ქვეყანას და აქ მხოლოდ ფულის ინტერესიც არ არის. აი ეს არის რაღაცა, იცი რა, იქ ვიღაცის შვილი დაიჭირეს რაღაცა შავბნელ საქმეზე, იქ ვიღაცის ცოლი ჩაიჭირეს, იქ ვიღაცის საყვარელი და პირდაპირ ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრმა
პროფესიონალების ეს ესეთი შექმნილი სისტემა პირდაპირ გადმოიბირა და აღარ დაიწყო ახალი ველოსიპედი არ შექმნა და ზუსტად აი ამ გაკვალული გზით არა, ხო? ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ხო, საზოგადოებამ? არ დავკარგოთ იმის იმედი და 17 მაისი იყო ამის ნათელი მაგალითი, რომ იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ოდესმე გამოსულა. შესაბამისად, არც ასე ცუდად არ აგვაქვს საქმე. იცი, ცალკეული აი ესეთი ძირგამომპალი ელემენტები ვერასოდეს ვერ წალეკავენ იმ ერთობას, რომელიც რეალურად აქვს საქართველოს, რომელიც პატრიარქმა დატოვა ანდერძად და რომელსაც ასე ბრწყინვალედ მიუძღვება შიო, რომელსაც რა თქმა უნდა აბოლინგებენ. რა თქმა უნდა იქნება ძალიან ბევრი შემოტევა. და მე კიდევ ერთხელ ვამბობ და ყველა ეთერში ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები ოქტომბერს, როდესაც არჩევნები იყო, ესე პირისპირ ვიდექით და აი ძალიან დავიმახსოვრე და ძალიან გულში ჩამწდა რომ მე არ ვებრძვი კონკრეტულ ადამიანებსო, მე არ ვებრძვი ვიღაცას, თქვა იგივე არც მიხეილ სააკაშვილს, არც თავის გუნდიდანაც კონკრეტულ ადამიანებს, ხო? მე ვებრძვი აგენტურულ ქსელს. დღეს შენ ებრძოლო აგენტურულ ქსელს. ეს არის ერთი ძალიან დიდი ვაჟკაცობა, მეორე შენი შვილები არიან სამიზნეები. ეს არის სრულიად უარის თქმა იმ ბედნიერებაზე, რასაც ქვია ოჯახში წყნარად რაღაცა ყოფნა, იქ რაღაცა საღამოში. არა, ეს არის სულ დაძაბულობა, სულ იმის ფიქრი, რომ იქ დღეს იმდენად გაადვილებულია ტერორისტული აქტების მოწყობა, დღეს დრონების სისტემით შეგიძლია ნებისმიერი ობიექტი, აგერ ჩვენ ხო ხედავთ, აგერ ტრამპზე მესამეჯერ მოხდა კაცი რაღაცა ტერორისტული აქტი აბსოლუტურად გაახოს მესამეჯერ ახორციელებს ეს როგორ გამოეპარა ამერიკის სპეცსამსახურებს თუმცა აი მე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი ამიტომ ჩვენ გვესმის ერთი რამე ხო ჩვენ გვესმის დღეს ერთი რამე რომ ან ჩვენ ვერთიანდებით როგორც ერი მიუხედავად იმისა რომ რაღაცები არ მოგწონს რა თქმა უნდა ბევრი რამე არ მომწონს რა თქმა უნდა როგორც საღად მოაზროვნე ადამიანი ვხედავ შეცდომები არის შეცდომები არის ჯარიმები შეცდომები არის ჯანდაცვის სისტემაში შეცდომები არის განათლების სისტემაში შეცდომები არის გზებში წარმოუდგენელია ეს საოცარი ავტობანი რომელიც გააკეთდა ადგილ-ადგილ ისეა ჩავარდნილი რომ პრაქტიკულად ზაფხულში ჩვენ მივიღებთ დაუძლებელ საცობებს თუ ახლა არ მოხდა 24 საათიან რეჟიმში ეს ეს მოპარული პროფესიონალიზმის და იქ სადღაც ცემენტი დააკლეს, იქ იმ მარკის ასფალტი არ დააგეს და მოხდა ის რაც მოხდა. კი ისინი კი დღეს არიან ციხეში, მაგრამ უყურე რა შვება საზოგადოებისთვის როგორი ასახსნელია ბახსაც. ბავშვო ბახსროთ ფულს მოპარავ. აი ახლა ვნახე რომ ყობახიძემ 800 მილიონი დაუშვა სკოლებისთვის სწორედ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ თბილისშიც ხო, ჩემი სახლის წინ იოსებიძეზე სკოლა შენდება 5 წელი, კაცო, 5 წელი, ოღონდ რესტავრირდება მთლიანად გამოფუღრულია ეს სკოლა. ეს ბავშვები გადანაწილებული აქეთ-იქით. არის მთელი რიგი სოფლები, სადაც ერთი სკოლაა, 3 სკოლის ნაცვლად, იმიტომ რომ ის არის ამორტიზებული, ავარიული. იყო გამოყოფილი ეს ფული ბაღზე, სკოლაზე და სოფელს რო დღეს ახლა ამას გავუკეთებ. ამას დიდი მტრობა დამეთახმე არ არის. იმიტომ რომ სოფელში ბავშვის და ოჯახის დაკავება ისე დაცარიელებულ ხო სოფელში. პრობლემის რაღაცა ერთი აგურის დადება იქ. იცი რა და მივდივარ საით, იცი? მე ძალიან არ მეყვარს რადიკალიზმი. მე სულ ვამბობ რომ მე ვარ მშვიდობის ყოფილი ადამიანი, მე ვარ უფლება დამცველი და ყოველთვის ვცდილობ რომ ნაკლები ხალხი იყოს ციხეებში. მე არ ჩემი ინტერესი არ არის, ჩემი საქმე არ არის, არ მიყვარს. მე პირიქით მიყვარს გამოყვანა ადამიანების ციხიდან და ვფიქრობ რომ დრო მოვიდა, რომ აუცილებლად ერთი ოქროს ამნისტია უნდა მოხდეს, რაღაცა საჭიროა პერიოდულად, იმიტომ რომ არ ვართ ესეთი ცუდი ერი, რომ ამდენი ჯავდებული ყავდეს დღესდღეობით. მაგრამ უკვე იმდენი პატიმარი ყავს, არ არის ეს კარგი რა. და მათ შორის სხვათა შორის არასრულწლოვნები. და მესმის ეს პრობლემა ძალიან მძიმედ დგას საქართველოში, მაგრამ რაღაცნაირად ერთად უნდა მოვერიოთ. ლიბერალური კანონი განრიდება იქ რაღაცა უამრავი. აი მანდ ვარ. თუ არ მივიღეთ გამკაცრება კანონის ეხლა რატომ იყო სააკაშვილის დროს ნაკლები დანაშაული, ხო? იქ ციხეში იმდენად საშინელი პირობები ხდებოდათ, რომ რა თქმა უნდა ეშინოდათ იქ მოხვედრის, ხო? იქ შავი პარასკევი რტყმა და აღარ მინდა ეხლა გახსენება ავბედითის, მაგრამ თუ არ გამკაცრდა კანონი, აი ამ ბიუჯეტის მღრნელებზე, თუ არ აი ხიდებს ვინც აშენებს, ასფალტებს ვინც აგებს, შენებლები, რომლებსაც სატენდერო აი ამ საქმიანობაში ვინც კი ხელი მოითბო, მათზე არაფერი არ გამოვა. ეხლა მე არ ვამბობ სტალინის დრო დავაბრუნოთ
ვიყავთ, მაგრამ უყურეთ, ერთ-ერთი ხიდი არის არაშენებული ბოლომდე, როდესაც ჩვენ მივდივართ ეს ეგრეთ წოდებული პერევალის გზით, ხო? სადაც ხა ინჟინერს შეცდომა მოუვიდა და წავიდა და თავი მოიკლა, იმიტომ რომ იცოდა რომ მაინც მისი ბოლო ეს იქნებოდა. სხვანაირად ქვეყანა ვერ აშენდებოდა, რომ არ გწოდნოდა, რომ შენ თუ აი ამ სკოლას არ აშენებ ერთ წელიწადში და არ შეუშვებ ბავშვებს მორჩა, შენ დაგხრეტენ. საშინელება ამაზე ლაპარაკი 21 საუკუნეში, მაგრამ ჩინეთმა სხვანაირად რომ ვერ დაალაგა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დახვრეტის. რატომ არის რომ ამერიკის მხოლოდ 4 შტატში არ არის დახვრეტა, ხო? რატომ არის რომ რეალურად განსაკუთრებული დამნაშავეები სწორედ იმ შტატში ამისამართებენ სასამართლო პროცესს. და საზარელი ციხეები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საზარელი ციხე არის ამერიკული ციხე, ხო? ნუ ალკატრასზე აღარ ვლაპარაკობ, კიდევ უფრო უარეს ციხეებიც არსებობს, ხო? ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად აი არ გამოგვდის შუაში გავლა. ყველაზე რთული ეს არის რომ ზედმეტი ლიბერალიზმი დამღუპველია. აბსოლუტურად და იგივე ევროპაც რომ ავიღოთ, იქაც ზედმეტმა ლიბერალიზმმა და კონსერვატულმა, არაკონსერვატულმა მიდგომებმა, იქაც იგივე პრობლემა გააჩინა. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული გერმანია, საფრანგეთია, ძალიან მაღალია კორუფციის დონე და იმიტომ არის რომ პრაქტიკულად შეირყა მსოფლიო. ახლა ჩვენ ან დავდგებით რაღაცა გამკაცრების გზით წავალთ, იმ ადამიანს ეცოდინება რომ მოიპარა, შენ ხო იცი მუარული ფრაზა. კაი კაცოები, 1-10 მილიონი მოვიპარე, მე წამოვწექი 2-3 წელი და გამოვედი და ოჯახიც დაპურებულია და განა 2-3 წელიწადში რა უნდა მეშოვნა. აი ეს რო არ მუშაობდეს ეს ლოგიკა, რომ მე ეს ფულით შემრჩება და ყველაფერი, აი საერთოდ ყველაფრის გარეშე სანამ არ დატოვებ ოჯახს და ის კი არა ცოლზე და სიდედრებზე გადაფორმებული ქონება რო ელოდებათ და მე თბილა და რამდენი ვიცით ნაციონალებიდან, რომლებიც გამოვიდნენ რამოდენიმე წელიწად ნახევარი 2 წელი იკოტრიალეს, დაუბრუნდნენ თავის მილიონებს და ახლა კვლავ ქვეყნის ამოგდებით გვემუქრებიან, ხო? აი სანამ ეს გზა არ იქნება, აქ ჩემი შენი აღარ არსებობს. ის არის დამნაშავე. არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ აი ოცნება არ დაიშლება, იმიტომ რომ ისეთი ახალგაზრდები მოვიდნენ, რომ ისინი იქნებიან და ზუსტად ვიცი, რომ ცოტნე ივანიშვილი ადამიანი, რომელმაც ახლა ჩაიბარა ეს ახალგაზრდული ანკლავი, ხო? შეძლებს და მე ზუსტად ვიცი, რომ მამამისთან ერთად რამხელა აი ფიქრი, რამხელა სირთულეები გადალახეს, ხო, ფსიქოლოგიურად, თუნდაც რომ ოჯახი ესე ყოფილიყო ახლა აი ამ სირთულეში. ეშველება და ისინი ზუსტად ვინც ახლა მე არ ვიცი გზაში დაეწევათ ეს კანონი, მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ფაქტია რომ ყველამ უნდა იცოდეს. აიღე, აი ამაზე უნდა აგო პასუხი და მე რატომ ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილი ავადმყოფურად რეაგირებს ამ ყველაფერზე. ასე არ არის. იმიტომ რომ 2014 წელს თავის ნაშრომ ფულს ახმარს ქვეყანას და თავისივე დანიშნული ჩინოვნიკი უჭამს და მასზე მეტად გამდიდრდნენ. ის თუ გამდიდრდა სხვაგან და პატიოსანი გზით, ესენი ჩვენზე პარაზიტირებით მდიდრდებიან და მე აი მინდა შეგახსენო შენ 2014 წელი, როდესაც უპრეცედენტო პრემიები დარიგდა სასჯელ ახსულების სისტემაში, ეს იყო მე მახსოვს, მე ამ ფულებს ვუფრთხილდებოდი. ეს იყო 3.5 მილიონი ლარი, იმიტომ რომ ქალთა ციხეებში არ არსებობდა პირადი პაემნების სივრცე. საერთოდ არ იყო, ანუ მამაკაცებს კიდე ქონდათ, ნუ როგორი იყო ეს ცალკე თემაა, მაგრამ ქალთა ციხეებში არ იყო. და ერთვენი ერთ დღეს მოვდივარ და ბიუჯეტი ნულზეა დაყვანილი და ვიკითხე, სად წავიდა ეს ფული და ესო ეხა პრემიებია, შენც დაგერიცხებაო, 40,000-იო. და ვიკითხე, რომ მე მაქვს ხელფასი 1,600 ლარი. მე 24 საათი ვაღამებ და ვათენებ ციხეში. როგორ შეიძლება მე მქონდეს 40,000 ლარი? და მეც რა არის, მაინც შევარდნაძის დროინდელი კადრი ვარ, ხო? მე კარგად გახსოვს ხო რას ამბობდნენ ისინი რომ მიეცე ადამიანს დიდი ქრთამი და გააფუჭე და ვინც აიღებს ამ ქრთამს ის პირდა მე ვიცი ზუსტად რომ ეს 40 ვინც აიღებს გაფუჭდა ნახე რა მოხდება და როდესაც მე გავაპროტესტე და მე გამიშვეს სასჯელ ახსულებიდან იმიტომ რომ მე გავაპროტესტე 2 თვის მერე ეს ყველაფერი მე უკვე საფრანგეთში წასული უკვე აი ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ მე ჩავთვალე ეს მთავრობა ჩემი მოყვანილი ასე ვთქვათ მე ასეთი მებრძოლი და იმიტომ რომ ვამხილე კორუფციული სქემა სასჯელ ახსულებაში მე ვარ ახლა ჩაგრული ხო და ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდა ეს ყველაფერი და მაშინ მან გამოითხოვა გვარების სახელები ყველა იმ ადამიანების
რომლებმაც დაუშვეს ეს ფატალური შეცდომა მათთვის და უბრალოდ მე დამიჯდა, არ ვიცი, მე მგონი ჯანმრთელობის შერყევათ, იმიტომ რომ ჩემთვის საფრანგეთი კარგია 3 დღე, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებთან მივდივარ. მაგრამ მეტი მე არ მინდა, მე საქართველოს გარეშე, მე რეგიონის, სოფლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და შესაბამისად მე მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები და უყურე, რადგან მის ყურამდე ეს მივიდა, ესე იგი მან შეაწუხა, აი რომ ვიღაცამ ხელი მოითბო და მაშინ მიიღეს კანონი, რომ ერთ ოდენობაზე მეტი არ შეიძლება შენ უბრალოდ პრემიას იღებდე, ხო, სახელმწიფო მოხელი. მე იმეც ვიტოვებ, რომ ახლაც გადახედავს საპარლამენტო ხელფასებს, იმ წარმოუდგენელ პრემიებს. აი ზუსტად იმას, რა თანხებსაც განაგებს პარლამენტარი, რომელიც ძალიან კომფორტულად არის დღეს პარლამენტში, რომ პრაქტიკულად შემომლაპარაკებელიც არავინ არ აყავს და ვფიქრობ, რომ აი ეს საკითხიც დადგება. მით უმეტეს, რომ ჩვენ ყავს მეორე მხარეს, კიდევ უფრო გაღატაკებული პენსიონერები, კიდევ უფრო გაუბედურებული გარკვეული დაავადების მატარებელი ბავშვები, საშინელი სიტუაცია გვაქვს ონკოლოგიური დაავადებების მხრივ და ერთ-ერთი პირველი ვართ რეგიონში. თუ კლინიკებში კითხულობენ, რატომ მოდის ამდენი ქართველი პაციენტი? ხო, და თქვენს კიდეც ორი ყველაზე მთავარი მიზეზი საკვები და ჰაერი. და ჩვენ აი ამ მძიმე, ასე ვთქვათ, ისედაც რთულ ვითარებაში ვზრდით ჩვენ შვილებს და კიდევ აი ეს წნეხი მუდმივი წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, რომ აი რაღაცა ძალიან მალე მოხდება, რაღაცა შეიცვლება. ალბათ ეხა ის ერთი ადამიანი, ორი ადამიანი, სამი ადამიანი, რომელიც უკვე შიგნით არის სისტემაშია და უკვე აღმოღებულია ფული, სხვა რგოლებიც გაიხსნება და ჩვენ ძალიან ბევრი წელი ველოდებოდით ამას, რა არ ვიცოდით, რომ არის ყვავის კორუფცია. უბრალოდ რა არის იცი? მე 2014-ში, როდესაც ვამხილე, იყო სხვა პრობლემები და ამისთვის სახელმწიფომ ვერ მოიცალა. იყო საგარეო დიდი საფრთხეები, იყო კი ბატონო. ხო, მთავარი საფრთხე ის იყო. აქამდე ვერ მივედი. ხო, უბრალოდ რისით კმამინდა, იცი? ესეც ასუსტებს ქვეყანას ძალიან. რა თქმა უნდა, ხო წარმოიდგინე, ფუნდამენტს რო თხრი. ხილებაც კი ასუსტებს, მინდა გითხრა რა. ხო და მე ვთვლი, აი წარმოიდგინე, ხა, როდესაც აი დასრულდება ეს პროცესი, ეს არის რთული, მძიმე, დროში გაწელილი და საკმაოდ გაიწელა, მაგრამ უყურე თავარი რის თქმაც მინდა 2014-ში, როდესაც მე ვამხილე, მახსოვს, რომ ის ოცნების წევრები, რომლებიც დღეს ოცნების მტრები არიან, დამიპირისპირდნენ და მითხრეს, რომ მე არ ვარ გუნდური მოთამაშე, რატომ ვამხილე. მე ვარ გუნდური მოთამაშე. ოღონდ ის გუნდი უნდა იყოს ნამდვილი, შედუღაბებული და ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც მოვიდა ივანიშვილი. გადაუხვია პრინციპებს. რატო არ უნდა თქვა? არა, მე გუნდის წევრად ვრჩები, მაგრამ ისინი აღარ არიან ჩემი წევრები. კარგი, ლალი, მოდი ახლა პატარა ისტორიული ექსკურსი ჩავატაროთ 2012 წლიდან დღემდე. გავიდა საკმაოდ დრო, ვნახოთ რა პირობები გაიარა ქართულ საზოგადოებამაც და გაიარა ბიძინა ივანიშვილმა კერძოდ თავის გუნდიანად. და მოდი ვნახოთ ვინ იყო 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გუნდი. როგორც ძალიან მალე აღმოჩნდა, ეს გუნდი იყო ხელოვნურად შეკოწიწებული, აბსოლუტურად არა. ნაკარნახები. გამოვიდა რამდენიმე წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და აღიარა, რომ იყო ჩემზე დიდი ზეწოლა და სწორედ ამიტომ ხომ არ აიხსნება ის, რომ ჩვენი ორი ძვირფასი პრეზიდენტი შემდეგ ყველაზე დიდი მტერი გახდა იმ იდეებისა, რასაც ჩვენ ხმა მივეცით. მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, მისი გუნდისთვის ჩვენ არ მიგვიცია ხმა. მე პირადად ბიძინა ივანიშვილს მივეცი ხმა და ერთადერთი ავტორიტეტი იყო ის, რომელიც მე სამ თვეში თქვა, რომ მე მივდივარ თანამდებობიდან და ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი შოკი, ხო? რას ქვია, სად მიდიხარ? მე შენ მოგეცი ხმა და სად მიდიხარ ახლა, ხო? მაგრამ მან იქვე დადო პირობა და თქვა, რომ მე ვტოვებ ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან კარგად გაუძღვებიან. და თუ გაუჭირდება ქვეყანას, კი. და მოუწია ასე ორჯერ დაბრუნება, ხო? როგორ ფიქრობ, აი მოდი აი ეს პატარა გზა შევაფასოთ 2012-დან. რა არის იცი, მაშინ იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს რო ეთქვა სინამდვილეში რაც ხდება მის თავს, ხო? ჩამოგიქცეოდა ქვეყანა. არა, ჯერ ერთი მოდი ეხლა ვხვდებით და ლიკვიდირებული იქნებოდა ეს ერთი და მე ახლა ვერავინ ვერ გაარჩევდა ტყუილმართალს რა მოხდა. მაშინ ეთქვა ბიძინა ივანიშვილს, რომ პირველი რანგის დიპლომატები ღიათ ემუქრებიან, რომ პირდაპირ ადებენ გარკვეულ ადამიანებს, ხო? უბდება რაღაც. ხო, იქ პირდაპირ ეუბნებიან, ვინ უნდა დაინიშნოს და სად უნდა დაინიშნოს და ყავდა რამოდენიმე სრულად სამარცხვინო მინისტრი და როდესაც ჯარის ხელმძღვანელი, ხო, კაცო, ქართული ჯარის ხელმძღვანელი. არა მარტო ეს, იყო საოცარი თემა პარლამენტში, ისეთი თემები და ისეთი კანონები, რომელიც უბრალოდ სირცხვილი იყო, ამაზე საუბარიც კი, მაგრამ უყურე
იყო ეს მოცემულობა. ჩვენ ხო არ ვიცოდით მაშინ, რომ შვეიცარიული ბანკი, რომელიც ცნობილია თავისი ასე ავტორიტეტით, შეიძლება უბრალოდ აგდებდეს კლიენტს. აი როგორც გადააგდო ბიძინა ივანიშვილი. ანუ წარმოიდგინე ადამიანი შემოდის, ჩამოდის ქვეყანაში, მთელ სახსრებს დევს ამ ქვეყანაში, ზდის აქ თავის შვილებს და უცებ ერთვენ ერთ დღეს შეიძლება გაუნულდეს ყველა ანგარიში, ხო? მას ეს გზა ძალიან ფრთხილად უნდა გაეარა, იმიტომ რომ მისი პლეიადის ბიზნესმენები, ხო, როგორიც არის ბადრი პატარკაციშვილი, ბერეზოვსკი და ასე შემდეგ, ხო? დავინახეთ როგორ დამთავრდა მათი წყობა. ხო, ხო არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს უბრალოდ სიკვდილი არისო და ხა სოციალურ ქსელში ატრიალებენ ბერეზოვსკის საფლავს, სადაც ძალიან პატარა ჯვარი აღმართული ის იყო ებრაელი, მაგრამ მონათლული. ყავს 6 შვილი, რომელსაც არ ახსენდებათ საერთოდ და არის ეს მივარდნილი ბალახით დაფარული და რაღაც ამ ადამიანებმა ძალიან ცუდად დაამთავრეს თავის ეს ამ თაობის ბიზნესმენი ძალიან ბევრი, ძალიან მძიმე ჯვრით, ასე ვთქვათ, განადგურდა რა. ბიძინა ივანიშვილს იყო ჯერ ერთი გონება מחვილობა, მეორეც ერთი დიპლომატია, მესამეც ერთი ეს მაინც იცი რა არის, ეს არის თანდაყოლილი. აი ვერც როგორც შევარდნაძეს ჰქონდა თანდაყოლილი, ისეთი საფუძვლები, შინაგანი დიპლომატიის და კულტურის, რომელსაც ვერ ასწავლი, ვერსად, ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს, რომ გამოცდილი დიპლომატებიც კი კრიზისულ სიტუაციაში ხშირად, აი ფუჭდებიან. ამ ადამიანმა შეძლო პირიქით რა, მე მაგალითად სიამოვნებით მოვისმენდი მის მასტერკლასს კრიზისული სიტუაციის მართვის. აი როგორც ამ დარგის სპეციალისტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს მოდელი როგორ შექმნა, როგორ მოახერხა ეს ყველაფერი. მე სხვათა შორის ოდესაც იდებოდა მე რამდენ ადამიანს ეხმარება და რა ვიცი, ათასობით გვარი და სახელი იყო, ხო, ერთი პერიოდი გაზეთშიც იყო დაბეჭდილი. ვფიქრობდი რომ აი რა პრინციპით და მე ხვდებოდი რომ ეს ადამიანი ასე ფოკუს ჯგუფებს არჩევდა, რომელსაც ყველაზე ძალიან უჭირს, რომელიც ქმნის რაღაც ბირთვს საქართველოსი, ანუ ესე ძალიან მარტივია, იცი ქართველებს რა უნდათ, იცი მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ყველა ჯიბეში თითო მილიონი ჩაუდოს და მორჩა. ყველა იქნება ბედნიერი. რა მინდა? პატარა ბავშვებიც კი მინდა ველოსიპედი, მოტოციკლი. ხო, აი თოვლის ბაბუა და უნდა დაუწერო წერილი. და ის რომ გვერდში დამდგარიყვნენ, თქვათ ის აღმავლობა, რაც უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, ვერ წავიდა იმ ტემპით. აი ზუსტად ამის გამო. თათქარიძეების მემკვიდრეები ვართ. ვართ და ხა საწავალთ. კოტრიარი. ბოზბაში და ჩიხირთმა. ну რა ვქნათ ვართ ეხლა მე როდესაც ვცდილობ მაგალითად კახეთში სადაც ვარ რომ ვიარო უფროს კლასელებთან სკოლებში მასტერკლასები ჩავატარო რომელი პროფესია აერჩიონ რაღაცა ну მაინც საბოლოო ჯამში ხინკლამდე და მწვადამდე დავდივართ რა ის კარგად ტოვებს მაგრამ მე მინდა რომ იქნებ მეტი უფრო მეტ აი როგორც ახალციხის ბიჭები წავიდნენ ნასაში უფრო მეტი გონება გახსნილი რატო იცი კახეთი ცალკე კიდე მექა ამ ტვინ გახსნილი ხალხის ხო აგ ვანო სარაჯიშვილის დღეობა იყო გუშინ და ну არ ვიცი საოცარი მართლა ჰაბი არის ტვინების, გონების და მთელი საქართველო ხო? მთელი საქართველო ხო? მე რას გეუბნებით, უბრალოდ იქ ტრიალებ, აი, სადაც არ გაჩერდები, ხო? ნიკო ფიროსმანის ნახატია, იქ სადღაც სახში ხატავდა, იქ სადღაც და აი ეს ერი და ეს გენეტიკა რო გაქვს, ეხლა მარტო მწვადზე და ხინკალზე არ მინდა, მარტო ბარმენები არ მინდა, ჩემი ხალხი. მე მინდა დაბრუნდეს ის მეცნიერება, დაბრუნდეს აი ეს ყველა. მოდი, ეს აქ მიდის ყველაფერი, უყურე, ჩვენ დავაკნინეთ მეცნიერები. სამწუხაროდ მთელი ეს წლები ვერ მოხდა ჯეროვნად აღდგენა ეს მეცნიერებათა აკადემიიდან დაწყებული სხვა ძალიან სერიოზული ინსტიტუტების, ხო? ისე დაცოტავდა. ფიზიკის ინსტიტუტი, მათემატიკის ინსტიტუტი, მთელი რიგი აი ტექნიკური ფაკულტეტები. კიბერნეტიკის ხო გახსოვს? ბატონო ჩემო, ვაქციეთ ჰუმანიტარულ ხო რა შეში იყო? გპი და ჟურნალისტიკა. ეხლა წარმოიდგინეთ რაღაც ხიდი და გვირავი რო გვინდა ავაშენა თურქეთიდან და ჩინეთიდან მოყავს სპეციალისტები, ხო? ჩვენი უნიკალური სკოლები დავანგრეთ. ამ საქმეში რა არის იცი გერმანელებს ეს შეცდომა მოუვიდათ მეორე მსოფლიო ომამდე. იმიტომ რომ აქ პირიქით სხვა მომენტი იყო რა, იმდენად ჰქონდათ პრეტენზია რომ ყველა მაღალი ინტელექტუალური უნდა იყოს და მაღალი არიული რასაა და არიან ესეთი მართლა ზეზე ადამიანები. აღმოჩნდა რომ უბრალოდ საშუალო ფენა რომელიც აშენებს არ ყავთ და როდესაც დაინგრა გერმანია და უკვე მეორე მსოფლიო ომის მერე აღდგენა დაიწყეს, ჩამოიყვანეს თურქები მათაც. როცა კითხულობენ, მამი, საიდან ამდენი თურქი და მიგრაცია. მიგრაცია კი არ იყო, თვითონ თხოვეს თურქებს
ხალხებს ჩამოსვლა და მაშინ იცი შენ ეს ბრანდენბურგის კარიბჭე ჭრიდა ბერლინს შუაზე და ესეც რაღაც ცინიზმი იყო საშინელი ხო ერთი ქალაქი გაჩეხეს ესე შუაზე და ძმა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ ხო მხოლოდ ჰქონდათ 3 საიუბილეო თარიღი როცა შეეძლოთ ერთმანეთთან მიმოსვლა ეს გერმანელები მაშინ ბერლინის დასავლეთ ბერლინის მხარეს დაასახლეს ზუსტად აი ამ ბრანდენბურგთან ახლოს და წარმოიდგინე, როდესაც გაიხსნა მთელი ეს თურქული ძალიან დიდი დიასპორა აღმოჩნდა ბერლინის ცენტრში და რა თქმა უნდა გამდიდრდნენ და რა თქმა უნდა დღეს ახლა თურქები ახლა ყველაზე კარგად არიან გერმანიაში, ბევრად უფრო კარგად ვიდრე გერმანელები და რატომ? იმიტომ რომ უყურე იქ მეორე უკიდურესობა მოხდა. ის ქვეყანა ფაქტობრივად დააშენეს თურქებმა თავიდან. და რატომ მაგას გეუბნები? იმიტომ რომ ჩათვალეს რომ არ ჭირდებათ საშუალო ფენა. ჩვენთან არის პირიქით, უყურე, ჩვენ გვჭირდება საშუალო ფენა, ყველაზე კარგად არიან მაინც ხელოსნები, ის ადამიანები რომ და მე ისეთი ბიჭები ვიცი უკვე არაჩვეულებრივი განათლებით და ყველაფრით რომელიც ხელოსნებად მიდიან სამუშაოდ, იმიტომ რომ ეს არის გარანტია რომ რეალურად დადგებიან ფეხზე. და ჩვენ დავაკნინეთ ინტელექტუალური ფენა. იმიტომ რომ შენ ნახე რბილი ლასი როგორ ისმის ყურში ტელევიზორს რთავ და შენ ყურსა ესე გიზიანებს რბილი ლასი და მაგარი ლასი. ანუ მეტყველება იმდენად დაკნინდა ქართული რო უკვე ვიღაცებს ვეღარც აუხსნი რომ აი ამ ასე არ უნდა ილაპარაკო ჩვენ დროს ვინც ასე ლაპარაკობდა საერთოდ ნორმალურ წრეში შემოსაშვები არ იყო და არ თუ შვებდით არა თუ ეკრანს გააკარებდნენ და ეხლა რასაც ხედა უამრავი ენაბგული მაპატიოს მაყურებელმა და მსმენელმა უამრავი ენაბგული დავინახე იმ დღეს საინფორმაციო მიყავდა ადამიანს რა სიტყვას ამბობდა ვერ გავიგე ხო და რატომ მაგას ვამბობ იმიტომ რომ დაადაბლეს დონე უყურე რაც უფრო დაბლა ჩამოიყვან დონეს და ჩამოქაჩავ უფრო მარტივი სამართავია ის შენნაირია ხა სააკაშვილმა რა გააკეთა პირველი რა გააკეთა ხა ჩვენ ვართ სკოლელები ჩვენ ძალიან ბევრი რა ვიცი მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული ის ადამიანები ვინც იყვნენ მისი ახლობლები მანამდე პრაქტიკულად იშორებდა რომ არ ახსოვდეთ რაღაცა მისი წარსულიდან თქვა არასასურველი რაღაცა გასახსენებელი მომენტები ხო ანუ მოჭრა შემოიყვანა ის ხალხი რომლისთვისაც ის იყო ღმერთი აი მორჩა ვერ იტანდა ბიჭ ჟურნალისტებს რა მამაკაც ჟურნალისტს ვერ იტანდა იმიტომ რომ მამაკაცები ნაკლებ აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ქარიზმით ქალები უფრო იყვნენ აღფრთოვანებულები იცი რა არის ხა კაცრო ქალი მოწონს და მით უმეტეს ჟურნალისტი ლამაზი და დახვეწილი რატომაც არა მაგრამ აქ ხო სხვა мотиваცია იყო სულ სხვა და როდესაც შენ გეშინია აიყვანო სამსახურში ან ეკონტაქტო ინტელექტუალურ ადამიანს ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისთვის და ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ ძალიან ბევრ დაწესებულებაში რომ უფროსი არის და მასზე ჭკვიანი არ უნდა იყოს, პირიქით ყველა უნდა იყოს აი დადაბლებული. რაღაცა ელემენტარულ განცხადებაზე რომ მიდიხარ, ნუ აი გიყურებენ, გეგონება ამერიკა აღმოაჩინეს. ძალიან რთულია. მე ამას ვხედავ. მე ეს ყველაფერი მტკივა და ის ბავშვები, რომლებიც შედარებით მოვიდნენ აზრზე, გარბიან, სხვაგან ეძებენ სამუშაოს, უცხოეთში მიდიან, ამდიდრებენ მათ ფონდს. მე მინდა რომ ისინი აქ დარჩნენ და ჩვენი ფონდი ჯერ გენოფონდი გამდიდრონ და მეორე ინტელექტუალური სამწუხაროდ. კარგით, რახან სააკაშვილზე მივედით, მოკლედ 26 მაისი ახლოვდება და დიდი ამბებია მოსალოდნელი ოპოზიციაში. სხვა ჯერს ლელომ გამოთქვა აზრი, რომ არავითარ შემთხვევაშიო ჩვენო არ შეუერთებით ოპოზიციურ ალიანსს. იმიტომ რომ ესო არაპატიოსანეა აი სწორედ კაცსაძე ამბობდა. იმიტომ რომ 26 მაისს ისედაც გამოდის ხალხიო და ახლა ამ ხალხს რომელიც ისედაც სამაჭოკამ ესე იგი გამოსულია გარე ჩვენ ვერ თვითდინებით ჩვენ ვერ ვიტყვით რომ კიდე თუ არა ჩვენი მხარდამჭერია ამიტომ ამ უპატიოსნობას გავერიდეთ ახლა სააკაშვილი ნახე რას ამბობს ციხიდან რა 26 მაისის აქციაზე რომელსაც მე მხარს ვუჭერ ჩემი აზრით უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგებით არამედ ჩვენი ხუთჯვარიანი დროშის ირგვლივ და ეს ხუთჯვარიანი დროშა რასაკვირველი არის ჩემო მაგრამ ეს ყველაფერი არ არისო ჩვენ აუცილებლად ეს აქცია პერმანენტულ აქციებში უნდა გადავზარდოთ და ამას მე რამდენად იმეორებს ხო ეს ხო არ ახალია მაგრამ მე გამოვიდა გიორგი ვაშაძე და თქვა რომ 26 მაისს გამოვალთო და მე წავალ სახლებშიო რა ესე იგი რესურსი იმისა რომ მოკლედ გამოვიდნენ იდგნენ არა თუ პერმანენტული აქციის იმ დღის აქციის იმედიც არა აქ და სხვა ჯერს ალი გუშინ გამოვიარე გუშინ ჩვეული შაბათობა ქონდათ შემთხვევით იმ დროს გამოვიარე როდესაც უკვე იძრებოდნენ და მოდიოდნენ და დაავითვალე 33 ადამიანი და ერთ ქალბატონი ცოტა მოშორებით იდგა ბებიაჩების პარალელ კლასელი იყო დედასკეფცები უზარმაზარი დროშა ეჭირა ხელში და რატო აქნევდა თუ იცოდა
ну ერთობიან ხო და რას ქვია კაცო ერთობიან ის ნერვულ სისტემაზე ახლა ლელოში გაერთიანებული არიან საკმაოდ ფინანსურად ძლიერი ადამიანები და მათ უკვე ახლა ბოლო პერიოდი საკმაოდ დიდი აქტივი აქვს შეძენილი სხვადასხვა ქვეყნებში და შეიძლება კი ესპანეთში ისტორიულ შენობებს იძენენ ხო და გასაგებია და მიდიან ნელ-ნელა. ახლა იცი რა არის? ხო იცი როგორ არის? გაცილებით უფრო ადვილია თამაშის შესვლა, ვიდრე მე თამაშიდან გამოსვლა. ახლა ლელო შევიდა არასწორად თამაში, მიხვდა ვიღაცამ შეიყვანა შეცდომაში, იმიტომ რომ მე დააღუპა უამრავი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლებიც დღემდე მე მქონდა იცი, წლების წინ მქონდა მათთან გასაუბრება და მე მაშინ ვუთხარი რომ არასწორად გეგმავთ რაღაცებს, იმიტომ რომ რაღაც შემხდნა რაღაცები აინტერესებდათ ჩემგან და მე მაშინ ვუთხარი და მითხრეს არაო ჩვენ ყველაფერი უკვე ასე გადაწყვეტილია მინიმუმ 100 კაცი შევდივართ პარლამენტში ამას შვებით კარგით მე ვნახოთ მეთქი როგორ მოხდება ხო და ეგონათ ხო მართლა ძალიან სერიოზულმა ადამიანმა მითხრა ეს ყველაფერი იქ ძალიან შიდა ასე ვთქვა წრიდა იცი რა როგორც ჩანს მაინც მოდის შევთანხმდეთ რომ არა რაღაცა მე გეტყვი ერთ რაღაცას როდესაც ჩემთან შარშან წინ ჩამოვიდა გადასაბირებელი ჯგუფი და ეს იცის ახლა სუსმაც იმიტომ რომ მე ჩავთვალე როგორც ამ ქვეყნის ნორმალურმა მოქალაქემ ევროპიდან ეს იყო ის პერიოდი მე შენ გეტყვი როდის სანამ დაიწყებოდა აქტიური გამოსვლები აი 2 წლით წინ და ზაფხული იყო შემხდნენ არა ის კი რომ სინჯავდნენ იცოდნენ ყველაფერი მათ შორის ჩემი საბანკო ანგარიშები თავისი ძალიან დიდი ვალებით და იყო ესეთი დათქმა რომ აი ამას გადაგიხდით ეს ორი სასტუმრო რომელსაც ჩვენს ჯახირობდა ამ ხელავალია დავჩე ნუ შენი გახდება და არა ბანკის იქნება ხო, უბრალოდ ხო, შენ, როდესაც ჩვენ ვიტყვით დადგები ქუჩაში და იტყვი რომ ისტორიის სწორ მხარეს გადახვედი. ეს იყო ზუსტად აი ეს ორგანიზაციები, რომელიც ყბადაღებულია და ვამბობთ და რეალურად ეს ფარას კანონი რატომაც იყო. ეს ძალიან ბევრი ადამიანი. ეხლა მე რას გეუბნები, სადაც ჩემთან გაბედეს მოსვლა. სადაც და მე ერთადერთი რა ვთქვი, იცი, კარგი, მე რო დავთანხმდა და ჩემი შვილები, არა, მაგათაცო სამსახურებიო, ოღონდაც ზუსტად ამბობდნენ, აი ამას ამბობს საკმაოდ გათვითცნობიერებული ადამიანი ამბობდა ამას. ევროპულ კაბინეტებში და ამერიკაში ყველაფერი გადაწყვეტილიაო. და იცოდიო, ჩვენ მერე ვერ გიშველითო. მე ვთქვი, კარგად იყავით, ჩემო კარგო მეგობრებო, აბა ნახვამდის. თავი გქონდა დათვლილი. ხო, და როგორც ჩანს და ის თანხა ვთქვა, რომელსაც ჩემზე იღებდნენ, საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. იქ ვიღაცებთან ვიცი მე კიდე ვისთანაც იყვნენ მისულები, ვიღაცას ნაკლები შესთავაზეს, ვიღაცა, ესე მე მართლა გეუბნები, რომ ისინი იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ ბრძოლას მოიგებენ და რომ გადაწყდება ქუჩაში, აი ქუჩაში მოხდება გარდატეხა და საქართველოს რეალობა შეიცვლება. აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ, შენ ალბათ გახსოვს რამოდენიმე ოცნების მაღალჩინოსანიც კი იმ დღეებში, რომელმაც გააკეთა ძალიან შუალედური განცხადება, რომ ნუ ახალგაზრდებს მივცეთ გზა. იყო ესე მარცვალი ჩაგდებული ხო და მართლა რამოდენიმე ადამიანი ჩემთვის ძალიან საპატივცემო ფლანგი ოცნების ძალიან მედგრად იდგა მაშინ და გახსოვს შენ რა გადავიტანეთ მაგრამ მე ჩემთან მოვიდნენ ნახევარი წლით ადრე ზუსტად სანამ ეს რეალური ამბავი დაიწყებოდა აი უკვე მე არ მეგონა რომ აი ასეთ მასშტაბზე გავიდოდა ქუჩა მაგრამ რა არის იცი მე პირადად ვთვლი და ჩემნაირებ ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს ჩვენ გაცხადებულად ვართ ბიძინა ივანიშვილის ფლანგი თუ უნდა პროპაგანდისტი დამიძახონ თუ უნდა რაც უნდა ისო დიახ მე ჩემი ქვეყნის პროპაგანდისტი ვარ და ყველგან პროპაგანდას გავუწევ საქართველოს და ყველგან პროპაგანდას გავუწევ იმ ცხოვრების წესს რომელიც ქართველისთვის არის ორგანული და ნორმალური ამიტომ ეხა საუბარი და იცი რა არის ამ რას ვიზამდი როგორ ვიზამდი ძალიან ბევრი დადგა იქ ბევრს ვხედავდი, რომლებიც მერე შლიან ფოტოებს, მერე შლიან სტატუსებს. მე ხო ვიცი ესად გინდა არ გინდა ხო იცი ჟურნალისტური თვალი რა არის. ჩვენ ხო ყველა გვახსოვს, ვინც შეიტანა ეჭვი, ვინც ორჭოფობდა, ვინც თქვენსკენ და ჩვენსკენ თამაშობდა. ერთი ჩვენი კოლეგა ამბობდა, რომ არაერთ ტელევიზიაში, რომ მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი ქოციო და მე რა უცბად გავხდი ისტორიის გასხილოსნდა ხო და ეს ტერმინი ეთყობა თუ შემოგდებული იყო, ეხლა ეს ქალბატონი რასაც ამბობს, რომ მე დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, ესე იგი ის არის რა უკვე. ეს იყო მეც ეს მითხრეს, ანუ მე უნდა მეთქვა ეს ფრაზა და მე ვთქვი რატომ ექნება არჩევანი მეთქი? მე არჩევანი დიდი ხნის წინ გაკეთებული, მე არჩევანი გავაკეთე 2003 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ხმა არ მივეცი.
და აქედან დაიწყო მთელი ჩემი აი ეს რეპრესიული ამბავი. და მართლა ეხა აი სადღაც 2009 წელს იცი წიგნი როგორ დაიწერა ჩვენზე, აი მე პრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონი 2009 წელს დამერეკა ჟურნალისტმა და მეკითხება, სად ისვენებთ და იციან რომ იქ მონტე-კარლო ნიცა ჩემი დები ჩემი ნათესავები ჩემი და იცით რა მეთქი, არა მეთქი წიგნს წერ, იმიტომ რომ თავმოყარობის მომენტი იყო რომ მე თქვა რომ არა საჭმელიც კი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო ბეჭედი მოვიხსენი ხელიდან. ისედაც არ მქონდა დიდი რაოდენობა და ჩემმა შულმა მითხრა სანდრომ რომ დედა ჩვენ ვეღარ გადავიტანთ ამას. აი უკვე ბოლო იყო, აი ბოლო ამოსუნ თქვა იყო და ვისროლე ფრაზა, რომ წერ წიგნს, რა წიგნს წერ, აი ესე ენიდან მომძვრა, მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი და მაშინ მოვიდა კურიერი, რომელიც წლებია მე ბლოკავდა და გააკეთეს სიუჟეტი, სადაც მე ავღწე, როგორ ჩავიყვანე გიორგი კანდელაკთან მიხეილ სააკაშვილი, როგორ შევარიგე ვარიანში, როგორ იყო იქ ჩვენთან ერთად ვანო მერაბიშვილი, ოქრუაშვილი და ასე შემდეგ. და ეს იმდენად ფანტასტიკის სფეროდან ჟღერდა ეს ყველაფერი, ხო, რომ ვერ წარმოიდგინეს და რო გავიდა სიუჟეტი 11 წუთიანი, ხა მომსპარი აქვს არქივიდან. 11 წუთიანი სიუჟეტი და მე ვკითხულობ აი ამ ერთ თავს, რომელიც გავედი და იქვე ოთახში დავწერე. შემოვედი, წავიკითხე და ყველაფერზე კადრები იდო. აღმოჩნდა რომ ეს რეალური კადრები აქვთ. და მაშინ დამირეკა კვირის პარიტრის მთავარმა რედაქტორმა და მითხრა ჩვენ გვინდა ამის დაბეჭდვა და მოიტანე. მე ისე მოვაწერე ხელი კონტრაქტს და წამოვედი რომ მე მხოლოდ აი ეს ერთი თავი მქონდა დაწერილი. უბრალოდ მე პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ჩაუჯექი ამ ამას და ეხლა მე მაინც დისერტაცია დაცული მაქვს მხატვრული ნაწარმოების აგებულებაზე და დავჯექი და დავწერე. მაგრამ ისტორია იყო ეს, რომ ჩვენ საჭმელიც კი აღარ გქონდა და შემდეგი წლები უკვე რაც მოდიოდა ამ წიგნიდან და ფრანკფურტის წიგნი ისე გავიდა ფრანკფურტის ბაზრობაზე ჩემი წიგნი, რომ მე არ წამიყვანეს. ანუ ავტორი არ წაიყვანა, მაშინდელმა ხა გარდაცვლილია და არ მინდა ვთქვა, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მითხრა, რომ შენ არ წახვალ, შენ სიაში ხარ და ჩემი წიგნი რომ მიდის, არა უშავს. და ეს იყო აი ნონსენსი, მე მაინც ჩავედი, იმიტომ რომ წიგნი დაიბეჭდა გერმანულად, მე რუსულად და იცი როგორ არის კრიზისები ქმნიან პიროვნებებს და შენ თუ გაუძელი კრიზისს მე სულ ვამბობ რომ არ შეიძლება პიროვნება დაიბადოს სამდღიან კომფორტულ საკანში არ შეიძლება შედგეს ლიდერი რევოლუციის ლიდერი ვერ დაიბადება სამდღიან კომფორტულ საკანში და მე მითომაც თქვი რომ ეხლა სამდღიანი ხო არა სამდღიანი იცით რა ეს ეხება ყველას სამდღიანი თუნდაც ერთკვირიანი დასვენებები ციხეებში ეს არის ბიუჯეტის ფლანგვა იმიტომ რომ არაფერი არ მოაქვს გარდა იმისა არც იმათგან იქმნებიან ლიდერები და არც ეს მხარე არაფერს არ იღებს საპირწონედ ამიტომ მე ვთვლი რომ ბევრი რამეა გადასახედი აი ზუსტად იმიტომაც რომ მე ვფიქრობ რა რაღაც გადამწყვეტი ბრძოლა აღარ გვექნება იყო უკვე და დამთავრდა 26 მაისი ჩაივლის გადასარევად დღესასწაულებით სოფლად რეგიონებად გზად დახიდათ არა არ იქნება არა არაფერი არ იქნება ეხლა მოდი რა სააკაშვილის პოზიციაზეც გეტყვი შენ წარმოიდგინე ადამიანი რომელმაც პერმანენტულ აქციებს ადამიანი რომელმაც იცის რომ იქიდან შეიძლება ვეღარ გამოვიდეს იმიტომ რომ გზადაგზა დაეციოს არა ხო საგმირო საქმენი რა თქმა უნდა მისი ერთადერთი ხა ამბავი არის რაღაცნაირად აცოცხლოს თავისთავი იქიდან რომ ჩვენ ხა რაღაცა და ნუ იცი მე მესმის იმიტომ რომ კარგი პიარ ტექნოლოგია ჩვენ კარგად ვიცით იმიტომ რომ როგორ შეიძლება ციხიდან ადამიანი ყოველდღე ქმნიდეს პოლიტიკურ ამბიციას და წერდეს შენ წარმოგიდგენია სოციალები როგორ არიან ასე იყო ის პოლიტპატიმრები რომლებიც მე ადვოკატიც არ მყავდა მე ადვოკატი არ მყოლია და მე საჭმელი არ მქონია იქ. ხო და ეგრე როგორ არის რომ ლალი მოროშკინა იწერებოდა იქიდან ეპისტოლეებს ხო არ იყო ეგრე. ხო და ამათ რა კიდევ ერთხელ გიხსნი ეპისტოლე რომ დააწერო იმისთვის უნდა ყავდეს მუდმივად ადვოკატი ადგილზე და სოციალი რომელიც აი ესე დარბის წინ და უკან წარმოიდგინე ხა რამხელა დატვირთვა აქვს სოციალური სამსახური არის ყველაზე რთული ციხეში ხო აი საბადრაგო და სოციალური სამსახური და რა დღეში არიან ისინი მე ვფიქრობ ესეც რაღაცა ან მაგრამ შენ შეგიძლია მუდმივად ადვოკატი ყავდეს აი ამ ახალ ვითარებაში თორემ მე საერთოდ არ მყავდა აი მე მაგას ვამბობ რომ მე 21 საუკუნეში დილექში მოდულის შენობაში არ მყოლია ადვოკატი და ზუსტად მე იმ ადგილას მოხვდი სადაც ჩემამდე ნათია გედენიძე იყო და ნუ ეხა რაღაცა რომ მშვიდობის პერიოდში ვიხსენებთ რაღაცას და მე და ნათია და ირაკლი გედენიძე ვსხდებით და ვსაუბრობთ ისევე როგორც გიორგი აბდალაძე და რა გავიარეთ აი ძალიან მოკლე პერიოდში მათ მერე მე მომიწია იმ საკანში ყოფნა და ვიღაცა კიდე გაბედავს და რაღაცას იტყვის რა ეხა ორი შვილის დედა და მამა და დაგდებული
ბავშვები ირაკლის დედა გარდაიცვალა. არც უკითხავთ ბავშვებს პატრონი ყავდა თუ არ და ნათიამ და ირაკლი მე შეძლეს ეს ბავშვები ისე გამოიყვანათ სტრესიდან და ჩემთან კიდე მე როდესაც დამეჭირეს ახალი წელი მოდიოდა და სარკმელიც არ მქონდა რომ დამენახა და აი სულ ვეხვეწებოდი რომ მაჩვენეთ ვიცოდი რომ ბავშვი სადღაც იდგებოდა გარეთ და დამანახეთ ჩემი შვილი ახალი წელი მოდის და უბრალოდ დაინახოს რომ ცოცხალი ვარ და არასდროს არ დამავიწყდება რა ვიცი ალბათ პირველად არ ყვები ამას მაგრამ უნდა ახსოვდეს ყველა სადღაც მე-7 დღეს უკვე ნუ აგაღრძილებიდან ბოდიშის სიყრდენა და უკვე ამდენი საჭმლის გარეშე ყველაფრის გარეშე და ყურში მესმის გივი სიხარულიძეს ხმა და ვიფიქრე რომ აი მორჩა ნუ ახლა ხო არის უკვე გადადიხარ რაღაც სხვა განზომილებაში და გაგიჟდი და მორჩა ხა ფსიქიატრიული კლინიკაა ეს ხო ყველაფერი და აღმოჩნდა რომ გივი მივიდა ხალაიასთან და უთხრა რომ აი რაც გინდა მთხოვე ჩათვალე რომ შვილთან უნდა შემიშვა და ერთადერთი ადამიანი რომელიც ვნახე დღის შუგზე მეტყვი რომ გაიღო საკნის კარები იყო გივი სიხარულიძე რომ ჩამეხუტა აი დღემდე ჩემთვის ახლა გივიც ერთ-ერთი ის ადამიანია რომელიც აი ასოცირდება რაღაცა აი ამასთან რა გმირობასთან გმირობა იყო მაშინ ამის გაკეთება და დღეს წამოკოტრიალებულები ნიუ ბალანსები მარჯიელები ჭკუაზე არ არიან გაიგე და ვიღაცა დაგვიჭირეს და აი ეს გვიქნეს და ის კარგი რა მე როდესაც ვეუბნებოდი სოზარს რომ მოდი საარქივე მასალა დავტოვოთ ის ციხები და საერთოდ ერთი ციხე დავტოვოთ როგორც არის არაო სოზარი ამბობდა ჰუმანურები ვიყოთო. ამათ ხო აღარ ახსოვთ. გონიათ რომ ეხა როგორც არიან გადასარო პირობაში სულ ესე იყო. და რეალურად ეხა ვინ აღმოაჩინა ხო ციხეებში რა ხდებოდა? წამების კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩამოსული საქართველოში, მიიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც იდეალური სიჩუმე იყო და იკითხა ამ კაცმა, 5000 კაციდან არავინ არ ტირის, არავინ არ აცემინებს, არავინ რაღაცა არ იცინის, რა ხდება ასეთი? ხო არიან ცოცხლები. ხო და ჩუმა წავიდა გეგუთში და იქ მიაყურადა და მოისმინა ის წამება და ის უბედურება რაც იქ ხდებოდა და აი პირველი მაშინ დასკვნა მაშინ დაეწერა ეს წამების საერთაშორისო კომიტეტმა და აქედან დაიწყო იმ სისტემის რღვევა და მე უკვე ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი ძალისხმევით ჩამოიშალა საბოლოოდ მაგრამ ჩვენ თუ ეს ყველაფერი აი ესე არ გავახსენეთ მოდის თაობა რომელსაც ეს ყველაფერი არ იცის კი შეიძლება მაინც მოგვისმენენ იცი რა სანამ არსებობს რეიტინგი სანამ გინდა არ გინდა არსებობს სოციალური ქსელი სულ უნდა ესე ვუკაკუნოთ და უთხრათ ეს იყო როგორ შენ ოჯახში არ იყო ყოველი მესამე ქართველი დაჭერილი იყო არ ხდებოდა თქვენ ოჯახში ეს ყველაფერი ხდებოდა და არ უნდა მოგვბეზრდეს არ უნდა გავთანგოთ ხალხი თქვათ უაზრო რაღაცებით უბრალოდ ვუთხრათ რომ ხალხო სიკეთე უფრო მეტია სიკეთე გვეშველება რამე როდესაც მეუბნებიან მაჩერებენ ქუჩაში და მეუბნები ბომბები არ ცვივა განადგურებული ქვეყანა არ არის დღეს ჩვენ შვილებს აქ საშუალება მიიღონ განათლება და პლუს შენ შეგიძლია იმუშაო თქვათ იქ როგორც ევროპაში იყო და შემნატროდით მე სულ ვოცნებობდი როდესაც სტუდენტი ვიყავი რომ საღამოს მიმტანად მემუშავა რომ ჩემი ფული მქონოდა დღეს შენ შეგიძლია თან ისწავლო თან საკუთარი თავი დააფინანსო თან აი ეს 3-4 წელი გამოიყენო ისე რომ მართლა საინტერესო იყოს და არ გვეშველა განა კი ბატონო არ ვლაპარაკობ პენსიებზე იმიტომ რომ ეს არის დღეს ჩვენი სირცხვილი არ ვლაპარაკობ ჯარიმებზე რომელიც არის ჩვენი სირცხვილი უნდა ვთქვათ რაც არის ჩვენი სირცხვილი იმიტომ რომ გამოსწორებადია აი ახლა ერთ-ერთმა ლიდერმა ქალბატონმა განაცხადა რომ იმიტომ არის ამხელა ჯარიმებიო რომ ჩვენ გადმოვსვათ ხალხიო მანქანიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მე მივესალმები ამას თუ თავად ველოსიპედებით ივლიან როგორც ამას შვებიან ევროპელი ლიდერები კი ბატონო საერთოდ აღარ გავეკარები მანქანას თუ დავინახავ რომ ჩვენი პარლამენტარები ესე ქარავანივით ველოსიპედით ჩამიგროლებენ მე ვიქნები შემდეგი ვალე ჩემოსაყვარელო ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება მე როგორც ჟურნალისტი ხომ არ იცით საკონსტიტუციო სასამართლო როდის განაახლებს მუშაობას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ხომ არ იცით რომ და ამას მეუბნებიან ნიშნის მოგებით იმიტომ რომ საკმაოდ გაიწელა დრო მას შემდეგ რაც აი ხო ვნახეთ რომ გამოიტანეს რაღაცა ეს ხო მაგრამ არ არის დრო გასული და ისევ შეიტანეს ხო არ არის დრო გასული მოდი ესე ვთქვათ რა ჯერ არ არის დედლაინი რასაც ქვია უნდა რაღაცა თავისი პერიოდია ყველაფერს იცი რა აქაც დევს თავისი
მოდი ასე ვთქვათ ლოგიკა. იმიტომ რომ შენ პირველივე და მეორე თვეს რომ იგეღო რაღაც გადაწყვეტილება იტყოდნენ რომ აი ნაჩქარები იყო ხო ანგაჟირებული და ეხლა მოდი თუნდაც უნდა შეისწავლონ თავიდან კაცო მთელი ეს 2003 წლის დაშაულა. არა შესწავლილია და ის წიგნად გამოცემულია და სხვათა შორის ძალიან საინტერესო მე ვფიქრობ რომ მასალა დაიდო ძალიან და მე მადლობელი ვარ რომ მეც მივიღე ამაში მონაწილეობა და ერთ-ერთი ფიგურანტი მეც ვარ ამ ყველაფერში მაგრამ მე ვფიქრობ ზუსტად ვიცი ჯერ ერთი იქ ისეთი ხალხი იყო ჯერ ერთი რომ არ ყოფილიყო სურვილი და ასე ვთქვათ დაშვება ამ ყველაფერს ეს არ გაკეთდებოდა რახან გაკეთდა დღევანდელ მთავრობას რასაც აქვს ის რომ არის რაღაც თავმოყარების მომენტები რომელსაც გააკეთებენ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უკან დგას ბიძინა ივანიშვილი რომელიც თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანს უბრალოდ არსებობს მოთმენა არსებობს რაღაცა პერიოდი რომელიც აი ესე უნდა გაიარო რა და ჩვენ გავდივართ ამ პერიოდში იმისი რომ ეს პარტიები აი თქვათ აუგრძელეთ ნაციონალურ მოძრაობა მისი განშტოებები რამდენიმე პარტია მაგრამ ლიდერებს რას უშვებით რომელსაც ხვალ შეიძლება რომ ახალი პარტია დააფუძნოს და ახალი პარტია ეხა იცი რა არის ხო ვერ დახვრეტა რა ეხა ჩვეულებრივი ამბავი ეხა იცი რა ეს ხო ქართული რადიკალიზმია რომ ის თუ არ გინდა ის უნდა დახვრეტა ეხა ჩვენ სააკაშვილი ხო არ ვართ არა რომელიც თვლიდა რომ ადამიანის შეკრებითობის კანონი იმისთვის მიიღო რომ ყველა ვინც არ მოწონდა 30 წლით შეეყარა ციხეში. ნაციონალურ მოძრაობას აუგრძელებთ, გაიხსნება ხვალ ნაციონალური მოძრაობა პლუსი. ამისათვის ოცნება უნდა ძალიან ეფექტურად იმუშაოს, ძალიან ეფექტური რეფორმები განახორციელოს და როდესაც მოვა კვლავ არჩევნების პერიოდი თვითონ გააკეთებს ადამიანი არჩევანს, ვის აძლევს ხმას. ცივილიზებული მეთოდით უნდა წავიდეთ. არ უნდა წავიდეთ, ის უნდა დახვრიტოთ, ის უნდა ციხეში გამოამწყდეთ, ეს არ შეიძლება. იცი, ოდესღაც უნდა დავდგეთ რაღაც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა ჩავჯდეთ. და ეხლა რაც აქვს ამ ოცნებას, კარგი, რომ ცდილობს კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეს. აი მაშინ ზუსტად ამას რო ცდილობენ ნორმალური ადამიანები და აი ის ელემენტები, ცელოფნების მძანებლები ცელოფნებში მსუყე კუპიურების ბრძანებლები რო აი ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა ეს იმიჯს არყევს, რა თქმა უნდა ეს ართულებს მუშაობას, რა თქმა უნდა ეს ქმნის ძალიან რთულ ვითარებას, მაგრამ ნუ იმიტომაც უნდა რაღაცნაირად ერთგუნდად არ ჩამოყარონ ასე ვთქვათ ყურები. შიგნიდან ტყდება ციხე ხოლმე ხანდახან აი სწორედ აი ამ კუპიურების ბრძანებლებისთვის. ვალი მოდი ვთქვათ ესეთი რამეც რომ ანალიტიკოსები ამბობენ, სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე იქნება ნაციონალურ მოძრაობა მისი განშტოებებით ხან დაიშლებიან ხან შეიკრებიან მანამდე ადგილი არ იქნება სივრცე არ არის თავისუფალი იმისთვის რომ შეიქმნას ახალი ოპოზიციური პარტიები და ახალი ოპოზიციური სახეები ჩვენ ახლა ვხედავთ რომ 500 აღარ მახსოვს ათვალავე ამერია რომელიღაცა დღე არის უკვე პერმანენტული აქციების ხო ესე მაგრამ ამ უამრავ აქციამ არც ერთი სერიოზული პარტია, არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ გამოიყვანა სახელმწიფოს. მე მაგას გეუბნები რა, პოლიტიკოსები არ იქმნებიან კომფორტულ გარემოში. ყველა დიდი პოლიტიკოსი, თუნდაც ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა, იქმნებოდა ბრძოლაში, ომში, უბედურებაში, კრიზისში. მათ იმდენად სასათბურე პირობები აქვთ, ხო? და ისე ყელყელაობენ, ჩასაცმელიდან დაწყებული და რაღაცა ესეთი ეპატაჟური ქცევით დამთავრებული, რომ მათგან ვერ დადგება ლიდერი, ეს უკვე დამთავრებული ამბავია. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ რაღაცა ჯგუფი ადამიანების ჩვენი ახალი სახეები, ახალი თავ თვითონ ის ამბავი, რომ შენ არ გყავს პარტიას, მართულ პარტიას ოპოზიცია, ეგ უკვე არ დიდი ეგ საერთოდ ეს ოჯახშიც უნდა ყავდეს ოპოზიცია. მე გადაცემა რომ მიმყავდა ძალიან ახალგაზრდა რო ვიყავი და ვცდილობდი გამეგვაი როგორ დედაჩემთან რომ მოვდედი ვეუბნებოდი მოგეწონე დღეს და გეხოცები რაც მოგეწონა ის არ მითხრა და რაც არ მოგეწონა ის მითხრა რომ გამოვასწორო და ჩვენ ვღადაობდით კიდეც ოჯახში ღადაობა გქონდა რომ ყველაზე ძალიან რომ მოვწონდი დედას მეუბნებოდა როგორ გავდი ირაკლის დღეს ჩემ ძმას და ვეუბნებოდი ეს არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი და გასო არც კეხიანი ცხვირი მაქვს და არც ულუბაში არ მაქვს და რითი ვგავდი ირაკლის მაგრამ აი თუ შენ არ ყავს ოჯახშიც ოპონენტი რომ შენ რაღაცას რო აკეთებ ის კი არა ვაიმე შვილო რა გენიალური ხარ არა ხო რო გითხრან იქნებ რაღაცა იქნებ არასწორად მივდივარ იქნებ რაღაცა უნდა გამოვასწორო სხვათა შორის ოცნებასთან დაკავშირებითაც აი პრობლემა იქნება რომ როგორც მე მითხრეს მაშინ გუნდური მოთამაშე არა ხარ არა მე რომ ვარ გუნდური და სიკეთე მინდა
და იმიტომ ვეუბნები რომ ბიჭებო, აი მოდი ეს გამოვასწოროთ. ეს და სხვათა შორის ირაკლი კობახიძე ახერხებს ხოლმე, აი ვთქვათ რაღაცა თემა, რომელიც საკმაოდ არაპოპულარული იყო, შეცვალა, ხო? რაღაცა კიდე თემა იბადება, როგორც კი ხედავენ, იზომება მაინც საზოგადოებრივი აზრი. სანამ საზოგადოებრივი აზრი, ხა შენ გახსოვს მიშას დროს რაღაცას რო იტყო და რა საზოგადოებრივი აზრი კი არა, პირიქით გეგონება თუ იტყო და იტყო. ხო. აქ ეხლა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, მანქანებთან დაკავშირებით რაღაცა თემები იყო, კი ერთია რომ შეიძლება მანამდე ჩატარდეს კვლევა და შეიძლება უფრო კარგი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ მე რა დაინახა მაგალითად პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული აი ესე ჯიქურ მიდგომა არ გამოდიოდა. არა, არ შეიძლება, ხო. უამრავი პროფესორი გამოვიდა თქვენს თავისი აზრი, სხვა შორის მე კი ვემხრობოდი პრემიერ-მინისტრს, მაგრამ არ იყო ასე მარტივად საქმე, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამას აშენებდნენ. ხო, იცი პრემიერ-მინისტრის იმაში ლოგიკა იყო და ღრმათ რომ დაუკვირდე, რატომაც არა, მაგრამ აი ახლა ამ ფორმით არ გამოვიდა და ამიტომ შეცვალა რა. მე ვამბობ რომ ჩვენ არ უნდა მოგვერიძოს, აქ იცი როგორი პოლარიზება მიდის და ვაიმე, ეხლა რო ვთქვა და მე გამინაწყენდეს ოცნება, არა პირიქით, ოცნება მადლობას გეტყვის, როდესაც შენ მაამებელს კი არ ეუბნები, რომ მოდი რაც მაამებელია, ომს გადაგვარჩინა, ამაზე მეტი მაამებლური რა უნდა ვთქვათ, ხო? ის კანონიც გაიტანეს, რაც მნიშვნელოვანია, რომ უცხოური დაფინანსება არ შემოდის და ასე სკდებიან საერთაშორისო ინსტიტუტები. ვიტყვი და 100-ჯერ ვიტყვი ამას ყველაფერს, ხო? სწორედ ამიტომაც დაწყნარდა რუსთაველზე სიტუაცია და ის 35 კაცი აღარ არის, რა ქვია, 100,000 კაცია. და რამდენი იდგა და ტვინი როგორ ქონდათ გადატრიალებული და საერთოდ რა ხდებოდა? მადლობას ვიტყვი ყოველთვის. ის რამდენიმე დღე. კიდე ერთი კვირა რომ გაგზელებულიყო ხელისუფლება ჩვენ აღარ გვეყოლებოდა და ეხლა ჩვენ აქ აი ამ კონფერენციის სტუდიაში. არა, გვეყოლებოდა. არა, სხვა რამე მოხდებოდა. არა, შენ ხო იცი რა მოხდებოდა? მოხდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება და იქ თუ იდგა 500 კაცი და რაღაცას ამბობდა, 10-ამდენი სახლებში ვიცხედით და მზად ვიყავით ნებისმიერ მომენტში გასასვლელად. მე ჩემ შვილებთან ერთად ვიჭექი. გადამწვარიყო, იმიტომ რომ აი ისენი ქონდათ შენახულეს მოლოტოვის კოქტეილები და რაღაცები სახში, რომელიც მე გამოფინეს. შენ ხო იცი ხა არქიმედეს კანონია რა, რაც უფრო მეტია დაწოლა, მე ამომგდები ძალად სულ სხვანაირად მოქმედებს და ამიტომ ეხლა მოდი რა, სანამ ის ადამიანები ცოცხლები ვართ, ვინც მოვიტანეთ ჩვენი სისხლით, ჩვენი გვამით ის ყველაფერი რაც ახლა ხდება და ბიჭები ვასაფლავეთ და გოგოები ვასაფლავეთ და სანამ გირგვლიანები გვემახსოვრება და სანამ აი ეს უბედურება რაც იყო ბიჭები და საზოგადოება ხო შემოგდებული გვამები და რა ვიცი რომელი ერთი უნდა თქვა რაც ჩვენ ავიტანეთ და გადავიტანეთ და დღეს ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს მწყაზარი ფორმა საუბრის რა ხო არ დაავიწყდათ ეხლა რომ მარტო ასე საუბარი კი არ შეგვიძლია რეალური ბრძოლა შეგვიძლია მე წლების განმავლობაში ჯიბეებში მედო განტელები იმიტომ რომ საიდან რომელ მხრიდან მომიახლოვდებოდნენ არ ვიცოდი ზუსტად ვიცოდი რომ თუ სადღაც შემათრავდნენ იქიდან ცოცხალს ვეღარ მიპოვიდნენ და იცოდნენ რომ ჯიბეში მიდევს მე წლები ჩემ უფროს შვილს რომელიც არის უწესიერესი ბიჭი ჯიბეებს უკერავდი რატო ნარკოტიკი რო არ ჩაედოთ იმ ხელა ზეწოლა იყო ჩემზე რომ ჩემი უფროსი შვილი შეიძლება და მსხვერპლად ყოფილიყო როგორც არ იყო მსხვერპლი რა ბიჭები დავკარგეთ რა თაობა დავკარგეთ რა მშობლები დავკარგეთ მათი მაგრამ ცოცხლები ხო ვარ იმ დღეებში დარწმუნებული ვარ რომ შენთანაც იყო ზარები აბა გამოვიდეთ მომზადებულები ვართ აბა ერთი დაიძახეთ ამიტომ იცი რა არის მე არ მეშინია იმის რომ მოხდება ისეთი გადატრიალება რომ რაღაცნაირად უბრალოდ მაშინ ოცნებას რა თქმა უნდა ეს დიდი ჯარი დაუდგება ჩვენ სხვა რამე გვინდა ჩვენ გვინდა რომ ჯერც ეს არ მოხდეს ჩვენი რუსთაველი არ გადაიწვას ეს არაჩვეულებრივად დაწყებული ტურისტული სეზონის და ზოგადად საქართველოს აი ესეთი წარმატება იყოს იმიტომ რომ ვინც ხედავს ამას ვისაც დანახვა უნდა ხედავს რეალურად მართლა აგერ ბათუმში ჩადი აგერ სიღნაღში ჩადი აგერ ქუთაისში ჩადი ხო აი სავსეა ხალხით მე ეგეთი რამე არ მახსოვს და აი ამ არეულ სიტუაციაში როცა მსოფლიოს ცეცხლი უკიდია საქართველოს დარჩა ოაზისად და აი ტურისტული და იცი საიდან ქვეყნები? ეს არის ბრიტანეთი, ეს არის ამერიკა, ეს არის საფრანგეთი და ეს არის გერმანია. აი ეს 4 ქვეყანა ლიდერობს წელს. რუსები იმდენად არ არიან. აი ეს 4 ქვეყანა და მე საღამოს ახლა რომ ვსხდები ხოლმე სასაუბროთ სტუმრებთან, მეუბნები რომ თქვენ კიდე არ იცით რა ქვეყანა გაქვთ. თქვენ ვერ წარმოგიდგენთ რომ 90% არ არის ამუშავებული იმის და სხვათა შორის შარშან უკვე სეზონი რომ თავდებოდა საფრანგეთში ყველა მეტროსთან იყო საქართველოს ბანერები გამოფენილი და მე ხარ სიღნაღზე მაქვს გონება გადართული და ეს ლამაზი სიღნაღი იმიტომ რომ ჩემ ადამ დამირეკა ჩამიგდო სურათები მე რომ აი გამოვედი სახლიდანო და
სიღნაღი შემომეფეთაო და მუშაობაც მიდის იქ ტურიზმის დეპარტამენტის ბევრი ადამიანი მუშაობს რა. ჩინეთში არის გაორმაგებული სწორედ ჩინელი ვიზიტორების კი ძალიან ბევრი არიან კი. ეხლა როგორი ბაზარია ჩინური და როგორ კარგად შეიძლება ამის ამუშავება და მინდა გითხრა რომ გერმანიაში არის ჩემი შვილი დროებით და ყოველ კვირას იქ ეუბნებიან რომ საღამოს 9 საათის შემდეგ აღარ გახვიდეთ ქუჩაში და გერმანელი ტურისტი რო აქ ჩამოდის და ხედავს რომ ოაზისია პირდაპირ დადის სადაც უნდა როგორ არის მთელი უბნები სადაც ძალიან საშიშია 9 საათის მერე მართლა გამოსვლამდე რომ აღარ არის ევროპაში აღარ არის უბანი რომელიც არის უსაფრთხო. გერმანია კაცო ეს ბანგლადეში ხო არ არის გერმანია. მე მყავდა ეხა გერმანელი ტურისტი რომელმაც თქვა რომ საზარელი ვითარება როგორც ეხა მე უთხარი რომ ოდესღაც მე ვსწავლობდი მეთქი მე აღმოჩნდა რომ ისიც არბრუკენიდან არის სადაც მე ვსწავლობდი და რაღაც ესე მივყევით საუბარს და თქვა რომ აი ბლტიროდა ეს ბიჭი ორნი იყვნენ ჩამოსულები და რაღაცა ვეძებთო ისეთ ადგილებს სხვათაშორის ძალიან ბევრი ბრუნდება ვისაც სადღაც გენეტიკაში ქართული ურევია მაგრამ ჩამოსულიყო გოგონა საბერძნეთიდან და ვანში მყავდაო ბებიაო და მინდა ვინახულოო და იქ რაღაცა გესტჰაუსი გავაკეთო და ხა მე უშუალო შეხება მაქვს ამ ხალხთან რომელიც რაღაც სიკეთებს ეძებს და აქ ფანტასტიკური მამაპაპისეულ სახლებს ტოვებენ და გარბიან სად გარბი ხარ ხო თუმცა ეხა სხვა ტენდენცია ხა შეიცვალა ძალიან ბევრი ბრუნდება უკან აი ძალიან ბევრი კახეთში ტრასაზევე პირდაპირ იყო მიტოვებული სახლები ჩამოკონქილი აივნებით კი არა და სახურავებითაც და ყველაფრითაც და სხვა შორის ეხლა გავიარე და თუ 10 სახლი ხდებოდა ესეთი ვნახე რომ მხოლოდ 3-ია და ჩემი დანარჩენს არასტავდა და სხვათა შორის ინფლუენსერები რომლებიც ჩამოვიდნენ და დარჩნენ მაგალითად ერთი გერმანელი ყმაწვილი არის ბლოგერი თან ბლოგერობს რომელიც ჩამოვიდა გერმანიიდან გარაჟი ესე ვთქვათ იყიდა სადგომი მანქანის და დაიწყო საქმიანობა და თან ვიდეოებს დევს რომ თქვენო ვერ წარმოგიდგენიათ რომ ჯერ ერთი როგორი მომგებიანია მე რამდენად კარგ გარემოში ვარო მე გადასახადებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ლიბერალურია ქართული კანონი იმიტომ რომ გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში შენ რომ მუშაობ 80% მიაქვს სახელმწიფოს. კატასტროფული ხა ჩვენ როდესაც აქ წუწუნებთ ჩვენ გადასახადებზე, იქ კატასტროფული ვითარებაა. მეუბნება გერმანიაში რომელიც არის რომ 2 დღეა ვიქირავე ახალი სახლიო და მომივიდაო 60 евро ტელევიზორის გადასახდელო და ვეუბნები რომ ტელევიზორი არ გვიდგას სახში, არ გვაქვს და მე რა არ გვაინტერესებსო გიდგა თუ არ გიდგათ ეს თუ გადაიხადოთ ყოველთვეო და იმდენი გადასახადი მოუვიდა რაზეც აზზე არის და ნუ მოკლედ ჩვენი სანატრელი შუქურა დემოკრატიის ევროკავშირი თვათ ისეთი აღარ არის როგორიც იყო. კარგით, ეხა მე მინდა რომ ეკლესიას დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ საზარელი ტერაქტის მცდელობა ვნახეთ ჩვენ ეკლესიაში, ხო? დღეს გამოვიდა ინფორმაცია და გუშინ რომ ეს იყო, ნუ ცოტა ესეთი განრისხებული ადამიანი, რომელმაც თქვა რომ ვერ მიიპყრო ყურადღება. მინდოდაო რომ საპატრიარქოში მე ვსულიყავიო, ეს დავწერე განცხადებაო, ახლოს არ გამიკარესო და ამიტომ უნდა შევარდე, მოკლედ იქ სადაც უნდა შევარდე და ეს მოდით ვნახოთ რამხელა წნეხი გაიარა ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ აი ამ 30 წლის განმავლობაში და თვითონ ის ფაქტი რომ ყველა გამოკითხვით 95% იყო მისი ნდობის ხარისხი ეს იყო გარე ძალებისთვის სრულად დამანგრეველი აი აქ ვერ შეიტანეს ბზარი და როგორც მისი სიცოცხლით ისე მისი სიკვდილით ერი გაერთიანდა კი სრულად და აღმოჩნდა რომ სრულად სხვა მხარეს დგას აი ეს ანგრიეს მიზანმიმართულად აგურები აცალეს ყველა ადამიანი ვინც კი იყო რაღაცას წარმოადგენდა გააშავეს ეცადნენ რომ დაემარხათ მაგრამ ვერ შეძლეს ეს ეროვნული სული არის რამხელა სიბრძნე იყო პატრიარქის რომ ყოველი მესამე შვილი მისი ნათლული იყო ხო რამხელა აი როგორ რამხელა სიბრძნე იყო ამას ჩადებული ხო მე არ არსებობს იცი რა ადგილი დღეს უკვე საქართველოში სადაც არის ეკლესია იქ მოვლილი ბაღები იქ არაჩვეულებრივი გარემო ხა ბოდბის მონასტერი სადაც დედაოები ესე რუდუნებით აშენებენ იმ ბაღებს და ნუ საოცარი სიტუაცია მე ჩავდივარ ხოლმე წყაროზე ალოვერტში ვიყავი გავოცდი ქაურობით აი სანტიმეტრებით გაშენებული ბაზი მოვლილი ლამაზი კი და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხა ეს ხო არ არის რომ იმიტომ მოვლიან რომ ტურისტული არა იმიტომ რომ ის ხალხი რომელიც იქ ცხოვრობს იქ ბინადრობს და ეს დედაოები, მამაოები, ამას უყურებენ როგორც თავის სულის ნაწილს, სადაც თავის შვილებს ეძახიან, ხო? სხვათა შორის ძალიან მე პოპულარიზაციას ვუწევ ხოლმე, რომ წმინდა ნინოს წყალში ბევრი ადამიანი ჩავიდეს და მე თვითონ ზამთრის პერიოდში მივდივარ ხოლმე და იქ ისეთი ლამაზი კელიებია. არაჩვეულებრივი სიფრიფანა გოგონები, ხა ჩემი სკოლელია ერთ-ერთი დედაო, რომელიც იქ წავიდა და წლებია უკვე და ძალიან ისეთი შეძლებული ოჯახის, ძალიან პრესტიჟული
ოჯახიდან და ყველაფერზე უარი თქვა და დღეს იქ არის და აი ამ გოგონებს აყენებს გზას. ნუ არ ვიცი, საოცარი სიტუაცია და ასეთი აი პატრიარქმა შეძლო ამ ყველაფრის გაკეთება და თუ ვიღაცა ერთ ორ ადგილას აღმოჩნდება უღირსი, იცი რა, ეს ჩვეულებრივია, აგერ ქრისტეს ყავდა, ხო, თავის მოწაფეებში უღირსები და თუმცა არანებებენ თავს ეკლესიას, როგორც ხედავთ და მიზანმიმართულად ახლა ცდილობენ, რომ ახლა დარჩეულ პატრიარქსაც იგივე გზა გაატაროს. ეხლა ჩვენ ვართ ერთი თაობის წარმომადგენელი, ეს ვერავაკის სკოლები, ყოველთვის ერთად იყო, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, აი ზუსტად ერთი სამეგობრო წრე და შიომ შეძლო, შიომ ესამემ ახლა უკვე აი ისეთი გზა გაიარა, ისე ღირსეულად მივიდა. სხვათა შორის მე ძალიან ბევრი ჩვენი თაობის ბიჭებიც, რომლებსაც ახლა ზოგს რაღაცა ზოგს მიუღებლობა ჰქონდა არსებული ვითარების, ჩვენ მაინც მრავალ ომ გამოვლილი თაობა ვართ. ისე გუხდათ, ისე ლამაზად მოუარა, სხვადასხვა ეკლესიებში არიან გადანაწილებულები და თავის საქმიანობას სრავზე ეწევიან და იმდენი ადამიანი გადაარჩინა. ახლა მადლიანი ადამიანია, განათლებული ადამიანია, პატრიარქის რჩეულია და თან ძალიან ღირსეული ვაჟკაცურია. ამიტომ შესაბამისად ახლა რა უნდა მოხდეს, იცი? ჩვენ როდესაც პატრიარქზე იყო ეს ზეწოლა, აი ერთი რაც ქონდა ხოლმე რომ ადამიანი უკვე ასაკშია და გული გვტკიოდა რომ აი მაინც რაღაცა აი შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რომ არ ეწყინოს და გული არ ეტკინოს და აქ არის ახალგაზრდა. აქ არის ახლა რაღაცა რომ მოხდეს მართლა მთელი ქვეყანა გვერდში დაუდგება, კიდევ უფრო სხვა მოცემულობა. იქ თუ იყო ჩვენი აი როგორც მშობლის შეგრძნება, ხო, პატრიარქის მიმართ. ახლა შიო მესამე არის ჩვენი თაობა, გამბრძმედილი ჩვენთან ერთად მრავალჭირნახული და კიდევ უფრო გალაღებულები ვართ ამ მხრივ რა. და ნუ მე ვიყავი ახლა ამაღლების დღესასწაული, როდესაც იყო ეკლესიაში და როგორ ეფერება ყოველას, როგორ მიდის, როგორი უშუალოა, როგორ აი ასე არ ნიშნავს, რომ დაცვა მიდის და ის ამოფარებულია დაცვას, არა პირიქით, თვილი, არაჩვეულებრივი ადამიანური. ამიტომ ჩვენ აი ეს არის იქ, სადაც შეგვიძლია წყნარად ვიყოთ რა. ბიძინა ივანიშვილი, სადაც შეგვიძლია წყნარად ვიყოთ მასზე, მისი ოჯახის დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ეკლესია და ახალი პატრიარქი. აი ეს მინიმუმ ორი მომენტი. ცხადი ახლა მე არ შემიძლია არ ვთქვა ირაკლი კობახიძეზე რა. მე ვთვლი რომ ასეთი ადამიანი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ან როგორ უძლებს, ან როდის ძინავს, ან როდის ახერხებს ამდენ შეხვედრებს. აი უშფოთველი გაყინული. ხო, ნუ ეს იცი რა. ეს აი ესეთი სამეული, რომელიც არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის აი ესეთი ძლიერი სამეული იქნებოდა, რა ვიცი, წინსვლის გარანტია და რატომაც არა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოსასწორებელი რაც არის, ამისთვის არის ეთერი, ამისთვის არის Facebook-ი, ამისთვის არის სოციალური ქსელი, ვისაუბროთ. არავინ არ გაგვიწყრება ამაზე. პირიქით ეს საჭიროა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სიკეთეს მხარეზე, ჩვენ მათ გულშემატკივრობთ. მალე 15 წუთი გადარჩა ჩვენი გადაცემის დასასრულამდე და არ შემიძლია არ შევეხო კავკასიურ საკითხებს. ცოტა ეს ანალიტიკურად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, უკანასკნელი ვთქვათ 20 წლის განმავლობაში ჩვენ საქართველოს რადიკალურად დასავლურ ფლანგზე გადავედით და თითქოს მოვწყდით რუსეთის ელექტორატს, ხო? ჩვენ ნუ მოკლედ კონსტიტუციაშიც გვიწერია 78 მუხლი და ნატო, ნუ შეიძლება აბსურდულად მივიჩნიოთ ახლა ეს ამბავი, მაგრამ კონსტიტუციაში გვიწერია, ვიდრე უმრავლესობა არ იქნება ამას ვერ აღმოვხვრით. სამაგეროდ ჩვენ ხედავდით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ რუსულ ორბიტაზე იყვნენ ყარად და არც აპირებდნენ იქიდან გამოსვლას და სრულად მოულოდნელად აღმოჩნდა იქ ტრამპის გზა ამერიკაში მათი ვოიაჟები და ჩვენ ხედავთ ახლა რომ განრისხებულია ალიევი, განრისხებულია ლავროვი, რომელმაც აკრძალა ლავროვს რიგი პროდუქტები, ხო, ეს არის სომხეთის ეკონომიკის 98%, რომელიც მიბმულია რუსეთზე და დღეს ლავროვმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს, რომ ჩვენ მოგვტაცოს, ჩვენთან ლოიალურად განწყობილი ქვეყნები, პირველ რიგში დაასახელა საქართველო და შემდეგ მოლდოვა და აი ეხლა ვნახოთ რა სიზმრს. ხო, სამეზობლო და საახლობლოც თქვა. როგორ ფიქრობთ თქვენ, რა იქნება კავკასიაში თუ ერთობა არ იქნა, ჩვენ სამივე ძალიან გაგვიჭირდება უერთპარად. მე ვფიქრობ, რომ 7 რიცხვი არის გარდამტეხი და ფაშინიანი მიხვდარა თავის ასეთ არასწორ ნაბიჯებს. თუმცა რამდენჯერმე ქონდა ასეთი გადაცდომის ცდელობა და მაგრამ საკმაოდ ესეთი მობოდიშების ფორმა ქონდა, ხა ბევრ მას ვაზელინი ეძახა ამის გამო, ხო? მაგრამ უკვე დაიქოქა მანქანა, როგორც გვახსოვს, ხო, ჩვენ რო ღვინო გადავაქციეთ და რა არ ვიძახეთ და დამთავრდა ღვინის ექსპორტი საქართველოდან, იქიდან კონიაკის, ყვავილების, რაღაცა რიგი იმ
პროდუქტების, რომელიც ახლა დღეს ქმნის, ხო, რომელიც ქმნის ხო ყველი და აი რაღაცა ისეთი პროდუქტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის ამისი ექსპორტად გატანა. და აი არჩევნების წინ ხდება ეს ამბავი. ხო და ეს ხო ნიშნავს, რომ აი 7 რიცხვამდე ისე გაუჭირდებათ და ისე მოეჭირებათ ფინანსურად, თან სომხები, რომლებიც პრაქტიკულად ფლობდნენ რამოდენიმე ტელევიზიას რუსეთში, ხა TNT-დან დაწყებული პრაქტიკულად ყველა სულ სომხები არიან. და დღეს არიან ძალიან რთულ ვითარებაში. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ სომხებს ახლა არ ულხინთ, სომხები მაგალითად ხურავენ სომხურ რესტორნებს და აწერენ ხინკალნაი ქართულად გადაკეთებულებს, ხო? ხო, რატომ? იმიტომ რომ ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. ეხლა ფაშინიანი რა თქმა უნდა თამაშობს ორმაგ თამაშს და სხვათა შორის რუსეთის განცხადება იყო, რომ ორმაგი თამაშებიო ყოველთვის ზელენსკი თავდებაო და არ შეიძლება პოლიტიკაში შეიძლება ორმაგიც იყოს და 10 მაგიც, მაგრამ მაშინ უფრო ესე უნდა იყოს, რომ მithumetes როდესაც აგერ ჩვენ ხედავთ, რომ გუშინ დაიბომბა კიევი. ეს აუცილებლად უნდა ჩვენ ერთად მოვხარშოთ ეს თემა, რატომ რუბიომ გააკეთა განცხადება, რომ ის აღარ ერევა რუსეთ-უკრაინის სიტუაციაში. რუბიოს ეს განცხადება გააკეთაო, იყო ტრამპიო, მაგრამ ვერაფერს არ უნდათო. ანუ რუბიო, რომელმაც განაცხადა, რომ აღარ ერევა, ესე იგი რაღაცა რომ მოხდეს სომხეთთან მიმართებაში, ის კი აპრიორი არ ჩაერევა. ანუ ეს ხო, როდესაც ასე ამბობენ პოლიტიკოსები, ნიშნავს, რომ შენ მერე დასკვნები გამოიტანე, რომ არც საქართველოს ვითარებაში ჩაერევა, არც სომხურში, ხო, არც აზერბაიჯანულში, ანუ ამერიკა აღარ ერევა. დარჩა ევროპა, რომელსაც თავისი დიდი გაჭირვება აქვს ახლა, ერთადერთი კოზირი ხელში, რაც უჭირავს და კოზირიც შეიძლება ზელენსკის დღეს დავარქვათ, ხო? ეს არის ევროპას ზელენსკი უჭირავს. დღეს გავრცელდა განცხადებები, არ შეიძლება ფეიკია, არა ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ზელენსკი შეიძლება გაქცეულია ევროპაში. ყოველ შემთხვევაში იმ დღეებში, ხო, ის როცა იცოდნენ, რომ უნდა დაბომბილიყო, მithumetes ახლა იცი რა არის თან გაშვებული არის ატომური ქობინები არა, მაგრამ ზუსტად ბალისტიკური იარაღი და ეს ნიშნავს, ოღონდ ეს სხვა ქალაქი. იცი რა და ეს მაინდა-მაინც პასუხიც არ არის, გასაგებია რომ გოგოები აი ზუსტად ისევე დაარტყეს სკოლას, როგორც ეს ირანში მოხდა, დარტყმა და სკოლაში 150 გოგო დაიღუპა, აქაც ესე მოხდა პატარა გოგონები და ამბობდნენ რომ არაო, ეს არის სპეციალური გადამზადების ცენტრიო რუბიკონიო და ჩვენ მას დავარტყითო, ხო? და ამ დროს პატარა გოგოები დაიღუპნენ, რავი 14 წლიდან დაწყებული 21 წლამდე. და ეს არის საზარელი ამბავი. ახლა უყურე რა ხდება? ახლა დაიბომბა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ეკუთვნოდათ კიევალ ოლიგარქებს. მაგალითად დაიბომბა სავაჭრო ცენტრი, რომელიც ეკუთვნოდა კლიჩკოს. და ასე შემდეგ. ანუ უკვე დაწყებულია ესეთი, იცი ძალიან საზიზღარ ფაზაში შევიდა ეს თამაში ორივე მხრიდან, მინდა გითხრა რა. იმიტომ რა თქმა უნდა, ეს არის დიდი პოლიტიკური თამაში. ეს არის პირველი, ეს არის სლავების გაწყვეტის თამაში, იმიტომ რომ მილიონი სლავია გაწყვეტილი და ისევე როგორც ჩვენ თავის დროზე გვიხაროდა, რომ აი ამდენი აფხაზი, ამდენი ოსი და მე მივხვდით, რომ ეს ჩვენი ძმები იყვნენ, რა გვიხარია. ჩვენ გენეტიკას ვესროლეთ, ჩვენ თავში გავირტყით ტყვია და იმიტომაც დღემდე ვბარბაცებ და ვერ დავდექით ფეხზე. იგივე ემართებათ ახლა მათ, იმიტომ რომ უკრაინელები, ბელორუსები და რუსები ეს არის ერთი გენეტიკური ღერძი. შესაბამისად, მათი ეხლა ის რომ მე მიხარია, ამდენი დაიღუპა, აქ ამდენი დაიღუპა, ეს არის ერთი საძმო, ერთი ოჯახი. ეხლა როგორ შეიძლება განასხვაო, ხო? როგორც ისევე როგორც ქართულ ოსური ოჯახები ერთი იყო და ქართულ აფხაზური ოჯახები ერთი, როგორც ხო, ერთი სრულიად და ამიტომ დღეს მიდის ეს მძიმე თამაში, სადაც ამერიკა კუდი დაიხურა და გავიდა. ევროპას არ ეყოფა. ევროპა პრობლემაც ვერ აყირავა საქართველოს. ახლა რატო ჩალაგდნენ ხო სომხეთში ყველა ერთად? რაღაცა მაინც დაიჭირონ ხელში, რომ კარგი ზელენსკი უკვე არის პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, გასროლილი ტყვიაა და არ აინტერესებთ. ეხლა მისი თამაშიდან გასვლის ამბავია. მეტი არაფერი და თუ გავითვალისწინებთ მისი სირბილი ამერიკაში და ესეც დამთავრდა, ხო? ანუ ხა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასიც შერჩა. და მერცი რომელმაც უთხრა რომ იცი რაო მეო შეგიყვან ევროკავშირში ოღონდ ნაწილობრივ ხო შეგიყვან არ შეგიყვანო და ეს რა ქვია შეყვან არ შეყვანეს ხო და არაო თუ შემიყვან ძალიანად უნდა შემიყვანო მოკლედ აქაც დამთავრდა ანუ გერმანიაც ეს აი ბოლო განცხადება რაც გაკეთდა გასაგებია რომ უკვე საღადაოთ არის მაგრამ საღადაო არ არის რა ვიცი დაიღუპა ორივე მხარეს უამრავი ხალხი უამრავი და არ შეიძლება დღეს ნორმალური ადამიანი იყო სრულყოფილად აზროვნებდა და რომელიმე მხარეს გიხაროდეს გაედინა უამრავი მოქალაქე ხო რამდენი მილიონია ზუსტად 20 მილიონი არც დარჩნენ 10 მილიონი ზუსტად აი ომის დაწყებისთანავე გაედინა და ეხლა ამბობენ რომ 20 მილიონი ადამიანი ეს რაც ოფიციალურად 1 მილიონი ადამიანი და რამდენიც მე ისეთი შაბნელი გზებით გადიოდა ხო და 44 მილიონიანი ქვეყანა დღეს მუხლებზე დაჩოქილია რის გამო
რომ უბრალოდ ზელენსკის არ უნდა ეთქვა რომ ატომური ბომბი უნდა კონდეს, ამაზე განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, ამიტომ აი ეს ყველაფერი და ვინ ამ ომში როგორ შეიძლება გამარჯვებული იყოს, როგორც ჩვენთან არ იყო გამარჯვებული და ვერ იქნებოდა, ჩვენ არ შეიძლება ძმას ესროლო და შენ გამარჯვებული გამოხვიდე ამ ომიდან. ჩვენ ნახეთ როგორც კი დაარტყეს მოკლედ თავისივე ტერიტორიას უკრაინელებმა, მოდი ვთქვათ, რასაც ფიქრობენ ისინი, რომ თვითონ ეს თავისი ტერიტორია და დაარტყეს, პუტინმა მოაწყო სამხედროებთან პრესკონფერენცია უყური ალბათ, ხო? ის თითქოს იყო აუღელვებელი, მაგრამ ამასთანავე რაღაცა რკინის სიტყვებს ამბობდა, რომ შურისძიება იქნება და ამაზე ელოდა ყველა, ხო? როგორ ფიქრობ, ეს შურისძიება გაგრძელდება კიდე? ნუ უკრაინელები ხა ამბობენ, რომ ამას არ აქვს არანაირი რესურსი. არა, გონჩარენკომ გააკეთა განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ ეს თემა. მათი ბლოგერი და ბიზნესმენი, რომელიც ძალიან აპოლოგეტია უკრაინის ჩიჩვარკინი, ისიც ამბობს, რომ უნდა დასრულდეს. ნუ აღარაფერს ვამბობ არესტოვიჩზე, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი ზელენსკის ბრალია და ნარკოტიკებზე ხო, გადაყოლილი ქვეყანა. ამიტომ დღეს 1-2 ჩინოვნიკი, რომელიც რა თქმა უნდა, ხა დიდ ფინანსურ, ასე ვთქვათ, ბედნიერებაში იმყოფება და მათთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, არც ფიქრობენ ომის რატო, ხა მილიონები ყოველ დღე, მილიონები და მილიარდები ჩადის მათ ჯიბეში, ხო? და ეხა ზელენსკი რო იცის, ეხა როგორც იყო საელჩოები გაფრთხილებული, ხალხი გაიყვანეთ, პირველი გაყავთ ხოლმე ზელენსკი, ჯერტი ისეც იქ არ არის ხოლმე, ხო? ამიტომ აი რთული ვითარება, სომხეთს პირდაპირ არის ეს ხაზგასმული, რომ აი იგივე იქნება და ვერ გიშველით ვერავინ. ამერიკამ, იცი რა, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ გააკეთა განცხადება. ეს განცხადება არა მხოლოდ უკრაინას ეხება, მათ შორის სომხეთსაც. ამიტომ ეს არის, ხო იცი, მულო შენ გეუბნები, ძალო შენ გაიგონე განცხადება. ჩვენ ღმერთო მადლობა, რომ ამ თავრობის პირობებში ჩვენ შეგვიძლია აი ესე წყნარად გავიაროთ კი დანის წვერზე, კი ბიძინა ივანიშვილის ძალიან ღრმა ანალიზით და გათვლებით და მართლა 10 სვლით წინი საოცარი რაღაცები ნახეთ ჩვენ პოსტფაქტუმ ვნახეთ და ეხლა ვაანალიზებთ, მაშინ შეიძლება ცოტათი და დრო გავა და ალბათ ამაზე ძალიან ბევრი დაიწერება, როგორ გათვალა ამ ადამიანმა, რომ აი ჩვენ აი ეს უბედურება არ მოხსოვდა, რაც დღეს კიევის ცენტრში ხდება და კიევი დიდია, უკრაინა დიდია და ისინი ხო უძლებენ. ჩვენ ხო, ჩვენ თურმე 300,000 უნდა დარჩენილიყავით და მე სოფელ-სოფელ დღე და მთაში გავსულიყავით. და ეს იქნებოდა პარტიზანულად. კი ბატონო, ლალი დღეს ფაშინიანმა გააკეთა არჩეული განცხადება, რომ რაც არ უნდა ეცადნონ გარე ძალებიო, საქართველოს და სომხეთს აქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში საგარეო პოლიტიკა ვერ შეიტანს ვერანაირ განხეთქილებას. რაღაც ძალიან დამაიმედა ამ განცხადებამ, აგრეთვე აზერბაიჯანთან ჩვენმა ურთიერთობა მაგერ რკინიგზა იხსნება. მე ვფიქრობ აზერბაიჯანთან უპრეცედენტო ურთიერთობა გვაქვს როგორც პირადად ივანიშვილების ოჯახის, ჩვენ ხედავთ რომ ბერავი ივანიშვილი ოჯახთან ერთად იყო ჩასული, ხო? ალიევის ყოფილ სიძესთან, იქ რაღაცა საერთო პროექტები, ძალიან კარგი ურთიერთობა. ის როდესაც ივანიშვილის ოჯახი ჩადის იქ დიდხნიანი ვიზიტით, ნიშნავს რომ სრულიად ესე იგი უსაფრთხოება დაცულია და იმდენად აქვს ერთმანეთის ნდობა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ესეთი ნდობის მანდატი. რაც შეეხება სომხეთს, ეხა ფაშინიანი თამაშობს. მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად 7-მდე არ მისული იქნება გადამწყვეტი ამბავი. მე მაინც მგონია, რომ ზუსტად ამ ორბიტაში დარჩება სომხეთი, სადაც არის. იმიტომ რომ ელექტორატის გამოკითხვა ამ დრომდე არის 50-50. დიდი თაობა არ უჭერს ფაშინიანს მხარს, ახალგაზრდა თაობა უჭერს პროევროპულ ფაშინიანს. იცი რა არის, ასე ეგონათ საქართველოსაც, რომ ჩვენთანაც გაყოფილია ერი და რეალურად რაღაცა 3%-იანი არც იყო ის ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობდნენ. ხა ნორმალურ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ სომხებს რომელსაც არაფერი არ აქვს, გარდა ძალიან დიდი დიასპორისა, ხო, უცხოეთში, მაგრამ ეს დიასპორაც არ არის, ხა ეს სულ ასე ფული აგზავნოს და მეტი არაფერი არ აკეთოს სომხეთმა და ჩაკეტილი იყოს და არ ზღვა არ აქვს, არც ისეთი და მორჩა. მე ხა სომხეთს კურორტებიც აქვს, ხო, ასეთ სიტუაციაში იმ კურორტზეც არავინ არ რჩება და ესევანი ზოღრად დარჩება და ყველაფერი. ხა შვენივრად ხდებიან, რომ მორჩა, ხო, ყველაფერი. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ სხვანაირად გადაწყდება, დაალაგდება და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა იმ ევროპელი ლიდერებისთვის, რომელიც ესე ჩამოირბინეს ღერთიანად. ეს წრე დაარტყეს საპანაშვილი და უკან გაქანდნენ. ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ბენეფისი იყო, სწორედ, იმიტომ რომ ყველა ევროპული ქვეყანა არ ჩამოსულა. და რვაში რო სხვანაირად დაალაგდეს, ვისი ბენეფისი იქნება?
შევხედოთ რა მოხდება. ამიტომ ახლა პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ ძალიან რთულია ახლა წინასწარი დასკვნების გაკეთება, მაგრამ როდესაც ზესახელმწიფო ამერიკა ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ მე ხელებიც დამიბანია და საერთოდ თქვენი კონფლიქტებია და მე არ ჩავერევი, ეს ნიშნავს იმას, რომ კავკასიის ინტერესი ამერიკას ამ ეტაპზე არ აქვს. რა თქმა უნდა აქვს ბრიტანეთს, რა თქმა უნდა აქვს საფრანგეთს, მათი ყურები კარგად ჩანს ძალიან და საცეცები. დღევანდელი ერდოღანის განცხადებით ჩვენ დავინახეთ, რომ ერდოღანსაც დიდი მადაა აშლილი და ამბობს, რომ ჩვენ რეგიონში ყველაფერს გავაკეთებთ სტაბილურობისთვისო და ისე გამოდის, რომ რეგიონში ერთპიროვნულ ლიდერად წარმოიდგენს. და იცი რა, ასეც არის, მოდი ესე ვთქვათ, ასეც არის თურქეთი თავის ძალიან დიდი პოტენციალით, თან ძალიან დიდი ბოღმით, რომ არ მიიღეს ახლა ნატოს წევრი ქვეყანა ევროკავშირში, ხო, ახლა ერდოღანი არის ბოღმიანი ადამიანი, ხო, მაინც ქართული გენით ურევია. შესაბამისად, ახლა მისთვის ეს მომენტი, რომ აი ესე ამდენი ხანი ათამაშეს და თან დაუგდეს ეკონომიკა, თურქეთი, რომელიც არის საზარელი და ესე იგი ტურიზმი საოცრად მუშაობს, ტექსტილი ფანტასტიკური, საჭმელი ზღაპრული, ექსპორტი მედიცინა საოცრად. ხო, იმპორტი პრაქტიკულად არა აქვთ, ხო? თავის პროდუქციას მოიხმარენ და უცებ აქვთ ესე ლირის ვარდნა. რა თქმა უნდა, ამას უკეთებენ დასავლელი პარტნიორები და ეს ბოღმა დიდია. კი ბატონო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენ ყველასთან და ძალიან კარგი, რომ ჩვენი სამთავრობო დელეგაციები ჩადიან, მათ შორის არა მარტო სამეზობლოში, ასევე ჩინეთშიც. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მატარებელი აზერბაიჯანიდან, მატარებელი ჩინეთიდან, ანუ იკვრება ეს ყველაფერი. ხო, აგერ ახლა განცხადება იყო, რომ ბორჯომის ხეობაში, ბორჯომშიც იქნება ის საცხენოსნო, მე სულ ვამბობდი, რომ საქართველოს აი როგორც ასკოტი არის, ხო, აი ესეთი რაღაცა ჭირდებოდა და კარგი, ანუ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას დიდ ფინანსურ პროექტებზე და ეს სადღაც გაგვიყვანს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამბობ, თავარი არის შვიდობა, დანარჩენი არ არის ოცნება იმ ხალხისგან დაკომპლექტებული, რომ მათ არ ესმოდეთ, ან არ აღიქვამდნენ, ან არ კითხულობდნენ, ან გარიშს არ გიწევდნენ. ამიტომ შეიძლება, როდესაც ჩვენ ყავს თავრობა, რომელიც მოგისმენს, მოდი რა, დაველაპარაკოთ და საუბრები ხა ქუჩა-ქუჩა რა გვეშ, იცი რა არის, ხო იცი, რამდენიც არ უნდა მეცი ადამიანს მაინც ყოველთვის უკმაყოფილო იქნება. დღეს რეალურად ყველა, სადაც არ გაიხედავ, ყველას მუშახელი უნდა, ყველა სამსახური უამრავი ვაკანსია, ძალიან ბევრია. ხარია, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის წინა წლებში გასული ქვეყნიდან, ვიდრე გადის. მარტო მე ვიცი, აი 1-20 ადამიანი, რომელიც ოდესღაც მათ შორის ის ადამიანებთან ცოტა მე უშუალოდ შეხება მაქვს, ვინც ბრუნდებიან, რაღაც ნაწილი დაბრუნდა, ნაწილი ბრუნდება. ღმერთმა ქნას ამოდით ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს საათნახევრის განმავლობაში. მე ია დანელია და ჩემი ძვირფასი სტუმარი ლალი მოროშკინა ვიყავით თქვენთან ერთად. მე ასე გემშვიდობებით ორშაბათამდე. საქართველოს სიყვარულით მე და ლალი გემშვიდობებით. კარგად განდებოდეთ.